მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მიშა სასტრაფოდ უნდა წავიდეს ეს ოპოზიციის მოთხოვნა. მარტიდან საპროტესტო აქციები იგეგმება, სააკაშვილი კი წასვლას არ სადაპირებს და არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გეგმავს. ოპოზიციის პოლიტიკური კვირა, ასე დავასათაურეთ დღევანდელი გადაცემა, რომელსაც რამდენიმე წუთში გავხსნით, მანამდე კი მინდა პასუხი გავცეთ ჩვენი გადაცემის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას ნახევრად თავისუფლებაზე, რომელიც ჩვენ და გასაკვირად ტელეკომპანია კავკასიის ეთერით პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა. შემთხვევაში ახლა არ შედარებით მშვიდად, ვიცი რომ მართალია ეკრანი ჩემს უკან არის, მაგრამ არანაირი, ასე ვთქვათ, მიკერძოებული კადრები არ იქნება, როდესაც ბატონი გუბა სანიკიძე საუბრობდა, ის ზურგს უკან აჩვენებდნენ კადრებს გუბა სანიკიძეს ჭიქით ხელში. ამავდროულად ჩვენ ხედავდით შემდეგ, ვთქვათ, იგივე ბატონ პეტრე ცისკარიშვილს, რომლის ზურგს უკანაც ზოგ შემთხვევაში კამერა კადრები საერთოდ არ ჩანდა, როცა ოპოზიციის დროს კადრები ყოველთვის ჩანს და ნუ კი მართალია აჩვენეს ბადაგონში დაღვრილი ღვინო, მაგრამ არავის არ უჩვენებია ის კადრები, თუ როგორ ჩხუბობს პეტრე ცისკარიშვილი იგივე პარლამენტის სტომატა დარბაზში. ისევე როგორც ჩემი ქალბატონი ინგა გრიგოლიას ეთერში ყოფნის დროს გაკეთდა იგივე, მე ვსაუბრობ, მე ვერ ვხედავ ჩემს ზურგს უკან კადრებს და აჩვენებენ ჩემს ზურგს უკან მამა ჩემის და ჩემი მეუღლის კადრებს აქეთიკენ. თუ გაქვს კითხვა როგორც ჟურნალისტს, კითხე გნებავთ მამაზე, გნებავთ ქმარზე, გნებავთ რაზეც გინდა, მაგრამ როცა მე ნახევარი საათი ვარ ეთერში, არაფერს არ მეკითხებიან ამის თაობაზე და საზოგადოებას ახსენებენ, რომ ბურჯანაძე მარტო არ არის და მას ყავს მამა და ქმარი. ოჯახური კვანის შესახებ გაკეთებული იყო განცხადება, რას უპასუხებ მამის და მეუღლის თემა, თუნდაც მე მგონი ამ თემაზე არაერთხელ მოისმინა საზოგადოებამ უკვე პასუხები, მე ასევე მზათა ვარ, რომ ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით გაგცეთ პასუხი, მაგრამ ნამდვილად ვისურვებდი იმასაც, რომ აუცილებლად მომეცე შესაძლებლობა სამომავლო გეგმებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვთავაზობ ჩვენ საზოგადოებას ანალიზს. ძალიან დიდი მადლობა. შემთხვევაში მე ხელისუფლებაზე მაქვს ხედულობაში, შეიძლება ჟურნალისტმა თავად ვერც მიაქციოს ყველა კადრს ყურადღება, მაგრამ ეს შემთხვევით ნამდვილად არ ხდება, როცა ეს ხდება ბურჯანაძის შემთხვევაში, გუბა სანიკიძის შემთხვევაში, პეტრე ცისკარიშვილის შემთხვევაში, ეს აღარ არის თავისუფალი, ბოლომდე თავისუფალი მედია და ეს ნახევრად თავისუფლება არის ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ის, როდესაც არის აბსოლუტურად დახურული სივრცე. როგორც ხედავთ, ქალბატონ ნინოსთან საუბარში ჩვენ ოჯახის შესახებ კითხვაც დავსვით და თავადვე მოისმინეთ მისი პასუხიც ამ კითხვაზე. აქვე მინდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ნინო ბურჯანაძის მიმართ, თუმცა ამ პატივისცემასთან ერთად უნდა ვთქვა ისიც, რომ აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარია, რატომ გვადანაშაულებს იგი ნახევრად თავისუფლებაში. გაუგებარია, რატომ შეექმნა ეს აზრი ქალბატონ ნინოს, რომელსაც წლების მანძილზე ამ ხელისუფლების მეორე პირს სავარაუდოდ კარგად უნდა ესმოდეს, რამ მძიმე კადრები გაუშვით პეტრე ცისკარიშვილის ინტერვიუს მსვლელობისას, რომლის დანდობაშიც მან გვარა დაგვადანაშაულა. მარტო ბადაგონის სკანდალის კადრები უმრავლესობის ლიდერთან არ გაგვიშვია. ცისკარიშვილთან ინტერვიუში ჩვენ გავახსენეთ საზოგადოებას. ბადაგონის დაღვრა და ქარხანაში შევარდნა, გნებავთ ნიკალაში შევარდნა, ან ომეგას ოფისში იარაღებიანი სპეცნაზი და სროლები. გნებავთ იგივე ტელეკომპანია იბერიაში სპეცნაზის შეჭრა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ კადრებიდან რომელიმე შეიძლებოდა მარტივი საყურებელი ყოფილიყო ხელისუფლებისთვის და საპასუხო მისი უმრავლესობის ლიდერისთვის, რომელსაც ამ ფაქტებით ვუმტკიცებდით, რა ტერორი იყო წლების მანძილზე ქართულ ბიზნესზე. თუ რაიმე კადრი დავაკელით ცისკარიშვილის ინტერვიუს, ეს შეიძლება მოხდა მხოლოდ ქრონომეტრაჟის გამო. ისევე როგორც ეს მოხდა ნინო ბურჯანაძის სტუმრობისას ჩვენს ეთერში, როცა უფრო პრიორიტეტულად ჩავთვალეთ მასთან გვესაუბრა დევნილებზე, ომზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე და არა ვთქვათ სკანდალურ წყნეთის აგარაკზე, რასთან დაკავშირებით
დაკავშირებითაც სხვათა შორის მე გადაცემის შემდეგ მაყურებლის ბევრი ზარი და საყვედური მივიღე, რომ ეს შეკითხვა გადაცემაში არ დავსვი. ასე რომ მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოს, ნუ გაღიზიანდებით და ნუ გაბრაზდებით, თუ კი რაიმე კადრი ან შეკითხვა არ მოგეწონებათ. ამ სტუდიაში ჩვენ საუბრობთ იმაზეც, რაც ოფიციალურად რაზეც საუბრობენ და იმაზეც, რაზეც არის საუბარი ხალხში. მით უფრო რატომ არ უნდა ვაჩვენოთ კადრები პოლიტიკოსისა, რომელიც ცნობილი ოჯახის წევრია და რომელიც ქვეყნის მეორე პირი იყო ამდენი წელი, მისი მეუღლე მაღალი თანამდებობის პირი, მამა კი ცნობილი ბიზნესმენი. ამავე გადაცემებში ჩვენ ზუსტად იგივე წარმატებით ვაჩვენეთ პრეზიდენტის ოჯახის წევრების და ასევე დედის და ბიძის კადრები. ისევე როგორც დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ გამყრელიძის და ნათელაშვილის ოჯახის წევრებს. დასაკვირველია პოლიტიკოსებს აქვთ უფლება გამოთქვან საკუთარი პრეტენზია, მაგრამ ასევე ჩვენც ვიტოვებთ უფლებას პასუხი გავცეთ ყველა უსამართლო პრეტენზიას და მოსწონს თუ არა ვინმეს ეს კითხვები დავსვათ ნებისმიერ თემაზე. ომის შედეგები იქნება ეს თუ სააკაშვილის ცნობილი ჰალსტუხი, გაყიდული და გასხვისებული ობიექტები და დღეები თუ 7 ნოემბერი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია და მივიწყებული კადრი გველის და მე მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოს თავი შეიკავოს მსგავსი ბრალდებებისგან, რომელიც ჩვენი მხრიდან შეგვიძლია შევაფასოთ ერთგვარ ზეწოლადაც. ხოლო რაც შეეხება გუბას სანიკიძის კადრს ღვინის ჭიქით ხელში, მე პირადად არ ვთვლი, რომ ღვინით ქართველი კაცის დანახვა ეკრანზე შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი და რამდენადაც ვიცი, არც გუბას მიუღია ეს კადრები შავპიარად. ეს ისე მოკრძალებული პასუხი ნინო ბურჯანაძეს ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებაზე, რაც ვფიქრობ აუცილებლად უნდა მეთქვა. მე მას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს, დღეს კი გადაცემაში დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ. სააკაშვილი უნდა წავიდეს და უნდა წავიდეს რაც შეიძლება მალე, ეს ოპოზიციის მოთხოვნაა ქვეყანა პოლიტიკური გაზაფხულის მოლოდინში. ვადამდელი საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები, რაზე შეჯერდება ოპოზიცია? ძვირფასო მეგობრებო, მალე ეს მშვენიერი ქალაქი, ეს ქვეყანა ჩვენი შვილების აღარ იქნება. ნიკიტანი სააკაშვილი ყველაფერს რა სტრატეგიულია ყიდის. ამ კაბინეტში ხომ მოუყვანდა ჯონდი ბაგათურია მაგათა და ხორდავის არ შალიკო ნათელაშვილი ან გიორგაძე თავის კოპიტილის და გადავწყვეტეთ ყველა პროგრესი ეს ძალიან სასაცილო და უბადლუკი რაღაცაა. უერთდება თუ არა მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომაზე პირველი ქართველი ლეიბორისტი, რატომ უწოდებს ირაკლი ალასანიას მიშა ორს და აპირებს თუ არა დადგეს ოპოზიციის გვერდით, თუ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყება, რატომ ჩავიდა ოქრუაშვილთან პარიზში და დათმობს თუ არა პრეზიდენტობის ამბიციას, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური კვირა დათმო თუ არა პრეზიდენტობის ამბიცია მეორე საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით გამყრელიძე რესპუბლიკელებთან ერთად ირაკლი ალასანიას უერთიანდება. კიდევ ვინ შევა მათ ალიანსში? სააკაშვილის სასწრაფო გადადგომა, ეს მათი კატეგორიული მოთხოვნაა. როდესაც ქვეყნის მთელი პოლიტიკური სპექტრი აცხადებს, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი არის პრეზიდენტის გადადგომა, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია. მე არ ვიცი კომენტარი რა უნდა გავუკეთო ბატონ დავით გამყრელიძის განცხადებას, მე ვგურებ ის არის კაცური ერთრამეცი. რომ ხალხს დაამახსოვროთ, თუ ყველაზე მეტად გააჭმახა გამყრელიძე. როგორ აპირებენ ხალხის გამოყვანას ქუჩაში და როგორ აპირებენ აიძულონ მიხეილ სააკაშვილი დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, მაშინ როცა ხელისუფლება ცოცხალი თავით არ მიდის ამაზე. დავით გამყრელიძის პოლიტიკური კვირა. ისევ მიქრეს თეთრი რაში, ისევ მღერის სადღაც კედი ამაღა. მერაბ სეფაშვილის ახალი თეთრი რაში და პოლიტიკა, სიმღერა, რომელიც მომღერალმა ამ დღეებში შექმნა ექსკლუზიურად პოლიტიკურ კვირაში. მაშასე დავიწყო დადგება თუ არა ოპოზიციის გვერდით საპროტესტო აქციებზე და რა პოლიტიკური გეგმები აქვს გადაცემას ხსნით ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მინდა მოვიწვიო სტუდიაში ბატონ შალვა, საღამომშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას. როგორ ბრძანდები? მომენატრა თქვენთან საუბარი მართალი გითხრათ, დაბრძანდით თუ შეიძლება. მე ვიდრე დაგისვამთ პირველ შეკითხვას, ძალიან საინტერესოა ამ გადაცემას დავარქვით ასე ოპოზიციის პოლიტიკური კვირა. საინტერესოა რას აპირებს შალვა ნათელაშვილი, დადგება თუ არა იგი ყველაზე
ყოველს გვერდი თუ კი დაიწყება საპროტესტო გამოსვლები, მანამდე მინდა არქივიდან მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ცნობილი ან შესაძლებელია ნაკლებად ცნობილი გამოსვლები, რომელიც შალვა ნათელაშვილის პოლიტიკურ წარსულს მოგვაგონებს. საქართველოს სამართლმსაჯულო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ამის ნიშნად ვესვრით ხელთათმანს. თქვენ თავს ვფიცავარ, რომ მთელ გაყიდულ ეროვნულ სიმდიდრეს, რაც გაგვიყიდეს, არაგვიდან დაწყებული, ოქროს საბადოთი დამთავრებული, ყველაფერს დაგიბრუნებთ. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მოვლენათა განვითარების პალესტინურ მოდელს ირჩევს და ამზადებს საქართველოში ოპერაცია ფხუტოს. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სახელისუფლებო სპეცსამსახურების მიერ დღეს საღამოს 8 საათის შემდეგ მზადდება პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია. მთელი ხალხის კანდიდატი ცნობილია. ლეიტმოტივებთან აირამურა. ეს მათ უნდა კითხოთ, თავის გადაწყვეტილებით ისინი გაემეჯნენ ხალხსაც და მოძრაობასაც. უნდა გადადგნენ ძალოვანი მინისტრები, უნდა აგოს პასუხი პრეზიდენტმა, უნდა მოუხადოს ბოდიში დაზარალებულებს და შეურაცხყოფილებს და უნდა გაანთავისუფლონ ყველა ეს უკანონოდაგავებულები, ის ბიჭები, ვინც მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და მათ ეს კონსტიტუციით გარანტირებული ჰქონდათ. კატეგორიული წინააღმდეგები ვართ იმისა, რომ ეს შენობა დაიყიდოს, დაინგრეს, აშენდეს ახალი და თქვენ იქ არ იყოთ. აი ამის წინააღმდეგები ვართ. დილოს კოლექტივი არის ჩვენი რევოლუციური რაზმი, კაი გაგებით, მშვიდობიანი გაგებით. უნდა მოვითხოვოთ პრეზიდენტის პოსტის სამუდამო გაუქმება. აღარ გვინდა ჩვენ ავამტყოფი პრეზიდენტები. შალვა გაუმარჯოს. გაუმარჯოს. Вообще, рассказывайте, თქვენ გაგიჟდით? რა? სერიოზულად გეუბნები ახლა ეს რაღაცას просто ღია ტექსტში გელაპარაკებ. ძალიან სულ რაღაცას იმზადებენ, რომ იცოდეთ. მაგას მე ჯერ ვერ დაუკავშირდი და უკავშირდები და შენს უთხარი ჩემ მაგივრად. ძალიან სულ რაღაცას იმზადებენ, სერიოზული ინფორმაცია მაქვს. ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა. ცოტნე გამსახურდია. ბრალდებული სახით პასუხისგებაში იგი მიეცა ჯაშუშობისთვის და ასევე შეთქმულებისთვის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. იგივე მუხლების საფუძველზე ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა შალვა ნათელაშვილი. აი საიდანღაც მოგვაწვიდა ხმა, რომელიღაც სარდაფიდან, სადაც ჩამძვრალია და იმალება ხალხის ბელადმა შალვა ნათელაშვილი. და იძახის, რომ ამომიშვით სარდაფიდან არ დამიჭირეთ. მინდა უთხრა, ამოვიდეს არ დავიჭირეთ. იმუნიტეტის გარეშე არ დავტოვოთ ბატონ მიხეილს. ავირჩევთ ჯერ საკრებულოს თავმჯდომარეს და მერე დატოვოს პარლამენტში. ჩვენ იმუნიტეტი რა თქმა უნდა არ გვჭირდება, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ხუმრობით რა თქმა უნდა. რომ საუბრობთ იმაზე და აღარ შალვა აღარ არის პროკურორი, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ და ჩვენს კაი პროკურორი იყო თავის დროს. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სხვადასხვა თქვენი მეგობარი კლინტონიც არკანზასის შტატის გენერალური პროკურორია. ჩვენ არის შევარდნაძის რეჟიმის დემონტაჟი და ძალიან უყვარო მეექოჩკული პარტია. მაშას ეს იყო მოკლე ამონარიდი ბატონო შალვა იმ არქივის კადრებიდან, რომელიც ჩვენს არქივში არსებობს, სხვა შორის ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი. მე დღეს თქვენ წარსულზე არ გესაუბრებით მომავალზე. ოპოზიცია აკეთებს განცხადებას, რომ უახლოეს პერიოდში ისინი მიაღწევენ სააკაშვილის წასვლას თანამდებობიდან. ძალიან ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, სად არის შალვა ნათელაშვილი? რატომ არ ჩნდება ხოლმე ვთქვათ იგივე ოპოზიციის გვერდით, აი როდესაც ისინი გაერთიანებული სახით არიან წარმოჩენილი, თუნდაც იგივე რაც მოხდა ხელმოწერების შეგროვებისას. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, უერთდებით თუ არა ოპოზიციას ამ მოთხოვნაში და რა პოზიცია გაქვთ ზოგადად? პირველ რიგში მოგესალმებით ინგა, უახლოეს ისტორიის ორი დევნილია ისევ ერთად, თქვენი პროგრამით, მე ჩემი პარტიით, მაგრამ გაუტეხელნი და დაუჩოქრელნი, ჩვენ ესე ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებობას საქართველოს გადარჩენისათვის და ვერანაირი ხელის შეშლა, დაჭერა, ბრალდება, ცენზურა, დევნა პროგრამის გაუქმება ხელს ვერ შეგვიშლის და სასიამოვნოა, რომ ჩვენ გვყავს თანამოაზრე და თანამებრძოლი მილიონობით ადამიანი, მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც აი დღეს გვიყურებენ, რომლებიც ელოდებიან ყოველ კვირა თქვენს გადაცემას დიდი სიყვარულით, მოუთმენლად. ეს ადამიანები არა მარტო საქართველოში არიან მოფენილი მრავლად, არამედ აქედან წასული უამრავი საქართველოს მოქალაქე
უცხოეთში მოუთმენლად ელოდება ამ პროგრამის დაწყებას. მე მათ მივესალმები, უსურვებ, რომ მალე შეგვექმნას ესეთი პირობები პირველ რიგში პოლიტიკოსებს, რომ თქვენ აქეთ მოგიხაროდეთ დაბრუნება თქვენი ნაბარტყი, თქვენი ნამრავლი, თქვენი შვილები, თქვენი მეუღლეებით, ძალიან საინტერესო მენიშნება გააკეთა ახლა შალვა ნათელშვილმა. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ როდესაც მას ჰქონდა ევროპული ტურნე სულ ცოტა ხნის წინ, იგი პოლიტიკურ დევნილებს შეხვდა ევროპაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. მე მგონი ამაზე ოდნავ მოგვიანებით იგი გაგცემს პასუხს თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილთან მის შეხვედრის დეტალებზე. მანამდე ბატონო შალვა, დიდი მადლობა პირველ რიგში და მე მინდა კონკრეტული პასუხი თქვენგან. სად დგას შალვა ნათელაშვილი და უერთდება თუ არა იგი ოპოზიციის მოთხოვნას? მადლობა ამ შეკითხვისათვის. ეხლა უთოს რო ჩართო ჩვენ ხმას გაიგებთ. ან ჩემი თანამებრძოლების პარტიიდან ყველა საკითხზე. ლეიბორისტებს გულისხმობთ. რა თქმა უნდა, ლეიბორისტებს, ხო? ჩვენ ეხლა ვაკეთებთ შეიძლება არა მთლად ისეთ გლობალურ საქმეებს ჩვენ გადამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგრამ ყოველდღიურად ვართ ჩასაფრებულნი იმისათვის, რომ ეს ჩამოქცეული ქვეყანა კიდევ უფრო ჩამოგიქციოს პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა, თუ შეიძლება მათ გუნდი ეწოდოს, მხედველობაში მაქვს დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი. აი მარტო ამ ორ თვეში ჩვენმა პარტიამ იმით რომ ვართ ჩასაფრებული, სერიოზული საფრთხები ავაცილეთ ხალხს. პირველ რიგში გაზის მრიცხველების ხელახლა გადაიარაღება 200 ლარის მოთხოვნით, ყაზმუნაე გაზის ინიციატივა ჩავაგდეთ გახსოვთ, ასევე ჩავაგდეთ ხელისუფლების საახალწლო ინიციატივა 2 იანვარს უნდათ ამის გაკეთება, 8 ლარამდე სააბონენტო გადასახადის აწევა ტელეფონებზე და ასევე ჩავაგდეთ ასევე ვერაგულა და ჩუმად დაწყებული ვენახების გაჩეხვის ოფიციალური პროცესი ჰექტარზე 2000 ლარის გაცემით. მოგეხსენებათ ეს დოკუმენტი პირველად ჩვენ ჩავიგდეთ ხელში და დღეს ეს ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს ქვეყნის გადარჩენას, რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემები და ბრძოლა გველოდება წინ. ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. ვინ ყველა ერთად? თუ შეიძლება დამიკონტროლოთ. ხალხი, საზოგადოება, ქალაქი, სოფელი, აქაური საქართველო, აქედან გაქცეული საქართველო, აი წაღან ჩვენ ვისაც მივესალმეთ, ყველა უნდა ვიყოთ ერთად. და ის პოლიტიკოსებიც, ვინც დღეს წარმოადგენს არასაპარლამენტო ოპოზიციას, მე ამ კონკრეტულ შეკითხვაზე მინდა თქვენი პასუხი მივიღო კონკრეტულად. რა არის, იცით, ინგა, ახლა მე რა თქმა უნდა დიდ სიმპათიას და მოგითხვას გადავსემ ჩემს კოლეგებს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან. მაგრამ არის ნიუანსები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთთან ურთიერთობაში. რას გულისხმობთ? აი ახლა მე თქვენ რომ მოგცეთ ქაღალდი და გითხრათ თქვენ მოაწერეთ ხელი ამ ქაღალდზე და დამიდასტურეთ რომ ხართ ინგა გრიგოლია. მიიღებთ ამ შეურაცხყოფას. არა, რატომ უნდა მივიღო შეურაცხყოფა? არა, მე ეჭვმეპარებო რომ თუ კი საერთო საქმისთვის ეს იქნება საჭირო, შეურაცხყოფა არ მივიღო. არა, ეხლა მე რო თქვენი ინგობა დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ, ხო გეწყინებათ, არა? ეხლა სააკაშვილის გადაყენების მე არ მწყინს ხოლმე, შესაძლებელია ამიტომ ვთქვათ განსხვავებულები. თქვენი ნერვული სისტემა შესაშურია, მე შედარება მოიყვანე უხეში, ამაზე ბოდის გიხდი. არა, რა. ეხლა ცოტა უხერხულია ჩვენ წამოგვიყენონ მოთხოვნა რომ სააკაშვილის გადადგომას მოაწერეთ ხელი. როცა ვართ სააკაშვილის გადადგომის ინიციატორთა ინიციატორები, მანამდე სანამ სააკაშვილი მოვიდოდა პრეზიდენტად. როცა ამის გამო ომი გამოუცხადეთ ლამის ბუშის ადმინისტრაციას და როდესაც ის მეგობრები, მე კი არ ვკითხავ მათ, ეს ობიექტური პროცესი იყო, რომლებიც დღეს ამას ნაწილი გვიკიჟინებს რომ ხელი მოაწერეთ ჩვენთან ერთად, იყვნენ ან ვარდების რევოლუციის ბელადებს შორის, არა, მე კონკრეტულად ან სააკაშვილის მთავრობაში. ამიტომ რა არის, იცით, უხერხულია ცოტა რა. ისეთ საკითხებზე აი არ მოაწერ ხელს, ესე იგი არ გინდა ოპოზიციური ერთობა, ეს ამისთვისაა გაკეთებული. ეს გაკეთებულია რატო? იცით, ეს დეკლარაცია სააკაშვილის გადაყენება რომ მინდა თელმა მსოფლიო მეცნიერებმა მე მოგეწერათ ხელი ამ დეკლარაციაზე უკაცრავად. ეს დაამტკიცებდა იმას, რომ მთელი ოპოზიცია ქართული არასაპარლამენტო იყო ერთად. სხვა ამბებია გათვლილი. ქართული პიარ ტექნოლოგიების ისტორია თქვენს ჩემთან ერთად საკმაოდ კარგად გაქვთ შესწავლილი და საკუთარ ტყავზეც გამოცდილი, შეიძლება ითქვას, ხო? ასე იწყება, ასე ვთქვათ, პიარ პროვოკაცია, შეიძლება ითქვას. მოვლენ დოკუმენტი არის შესანიშნავი, ახლა მართლა ვინ შეიძლება რომ არ მოაწეროს ხელი სააკაშვილის გადაყენებას საქართველოში. თუ მას საქართველო უყვარს, ხო? აწერ ხელს, იქვე აწერს 10 პარტია ხელს. ამ ხელმოწერის მერე მოგადგებიან და გეტყვიან, აბა ეხლა ჩვენ ხო ხელი მოაწერეთ, თანა ბლოკელები ვართ. თანა კოალიციელები ვართ. კეთილი ინებია და აგერ ჩვენ რაღაცა ღონისძიება გვაქვს, გამოდი იქ, დაუძახე ხალხს, გამოიყვანე ხალხი.
ეხლა არ გინდა შენ ხელი ხომ მოგვიწერე? ოპოზიციურ ერთობას არ ღვევ? აი წაღა რომ გამოვიდა ერთ-ერთი მეგობარი თქვენ სკოლაში, ჩვენი კრიტიკით. სწორედ ეგ იყო. ასე იწყებოდა თავიდანაც გახსოვთ თქვენ ეხლა მე ბატონ ვახტანგს უდესპატებს სცემდა მის ოჯახს, შეულიშვილს. ის 98 წელს შალვამ მიღალატა, ლეიბორისტებმა გვიღალატა, ჩვენი კაცი ვიცე-პრემიერად არ დამტკიცეს, გახსოვთ? არანაირი უბრალოდ თანამშრომლობა ქონდა სოციალურ საკითხებზე. ხო, მაგრამ ეს ხომ ძალიან წვრილი თემებია, ბატონშავა, როცა ისე დიდ და სერიოზულ საკითხზე არის საუბარი, როგორიც არის თქვა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ერთი თემა ის რომ სააკაშვილი სულაც არ აპირებს რომ დანიშნოს ეს არჩევნები, მაგრამ თუ კი ერთად იქნებოდით მთელი ოპოზიცია, რას წააგებდა ამით ქვეყანა? რაში იცით საქმე, ჩვენ დავიწყეთ ძალიან სერიოზული და არნახული პროცედურა საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის გადაყენების მიზნით საიმპიჩმენტო ფორმატი მაქვს მხედველობაში. ვინმეს სააკაშვილის მმართველობის დროს, იგივე პარლამენტში როცა იყვნენ ჩვენი ძვირფასი მეგობრები, მოსვლია თავში აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყო და მოეწერა მთელი ამ დოკუმენტი. კი, მაგრამ მაშინ რას მიაღწიეთ? ის არ გადამდგარა, იმპიჩმენტი არ შედგა. სხვა რამეა, მაგრამ თუ რამე დანგრევა აკლდა საერთაშორისო არენაზე სააკაშვილს, ესაც მიიღო, რომ პარლამენტში დაიწყო, ფორმალური წევრები ვართ, ეხლა რა თქმა უნდა, არ ვაპირებ შესვლას არჩევალთ, მაგრამ ხელმოწერის უფლება გვაქვს იმპიჩმენტზე, ხო? და გადავგზავნეთ ჩვენ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს ეს და ველოდებით ეხლა რომ საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო ოპოზიციის გარდა საპარლამენტო უმრავლესობაც ჩემთვის და ჩვენთვის საქართველოს ისეთივე სამშობლოა, როგორც მათთვის არის სამშობლო. ჩვენი საერთო სამშობლო დგას საფრთხის ქვეშ ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად ძვირფასო მეგობრებო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებო. ხო? გავიხსენოთ 64 წელი საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული სისტემა, როდესაც მოხდა გაუგონარი რამ ქვეყანას შეექმნა საფრთხე მისი ჭკვიამხიარული მაშინდელი ხელმძღვანელის წყალობით ხრუშჩოვი მხედველობაში. აი ესე დარბოდა ის სიმინდის ტაროებით და რაღაცეებით. მოიწვიეს ცენტრალური კომიტეტის პლენუმი და ოფიციალურად გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან საბჭოთა დიქტატორი. ეს მოხდა იმ წყობაში და დღეს ხო გაქვთ თქვენ პრეტენზია რომ ჯერ ერთ სამშობლო გიყვართ ხო სადღეგრძელოში მაინც ამბობთ ამას მართალია საქმით არ ამტკიცებთ და მე ის პრეტენზია რომ დემოკრატია გინდათ ხო აიღეთ და მოაწერეთ ხელი იმ იმპიჩმენტის დოკუმენტს რომელიც გადმოგიგზავნეთ და სადაც დასაბუთებულად არის ყველა ბრალდება ჩამოთვლილი დაწყებული მშვიდობიანი მომიტინგების მოწამვლა დარბევით გაგრძელებული ტელეკომპანია იმედის დახურვი და სპეცრაზმის მიერ მისი აღებით და ინგა გრიგოლიას იქ იმის რა ქვია თავგადასარჩენი კროსით იქიდან ხო აბა რა უნდა გექნათ ხო და დამთავრებული მომაცინებ თუ შეიძლება ძალიან მძიმე თემაა და ამ თემაზე არ შემიძლია იუმორით რომ ვისაუბროთ რა თქმა უნდა საკმაოდ კარგად გვარბენეს მაშინ მთავრობის სახლიდან რიყენდე და რიყიდან მთელი თბილისი და მთელი საქართველო ხო ასევე იქ სამშობლოს ღალატის მუხლების მთელი სვენაა დაწყებული კონკრეტული განცხადებები თუ ტერიტორიული მთლიანობის დაშლილი და ომის რუსეთის პროვოკაციაზე წამოგებით რამაც გამოიწვია ის რომ დღეს ცხინვალსა და რა ქვია სოხუმში უკვე უცხოეთის ელჩების ხედან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებში და ეხლა ხო შედიხართ უმრავლესობის წევრებს მიმართავ მე ისევ საიტებზე ეს ინტერნეტები და კომპიუტერები გაქვთ და კიდე ბევრი რაღაცა გაქვთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ქონების სახით და სოფლიო ქვეყნების ჩამონათვალი ჩვენ და ტრაგიკულად ჩვენ და სამწუხაროდ რით იწყება ხალხო აფხაზეთი ავსტრია ავსტრალია ინტერნეტში აი ამ მდგომარეობაში ვარ და ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ აი ამ პარლამენტს ვიდრე უმრავლესობის ლიდერები შეისმენენ თქვა თქვენს მოაწერეთ ხელი ამ იმპიჩმენტის დოკუმენტს და ეს იქნება კონკრეტული ფაქტი უკვე. ამას მოყოლა გადადგომა. ეხლა ის დეკლარაცია, რას თქვენ ბრძანეთ? გათვლილი არა იმაზე, რომ გათვლილი არა იმაზე, რომ სააკაშვილი გადადგება. რა თქმა უნდა, არც მათ ჯერა და არც ჩვენ. ეს პოლიტიკური დოკუმენტია, გარკვეული ჩვენი მეგობარი ძალიან ძვირფასი პოლიტიკური პარტიების საერთო შემოქმედების ნაყოფია. ანუ თქვენ არ მოაწერთ ამ დოკუმენტს? ჩვენ უფრო უარესზე მოაწერეთ ხელი. ამაზე არ მაგრამ იმის გამო, რომ ამაზე მოაწეროთ ხელი და მე ვიღაცა მოვიდეს და გვაპატიეთ და ასე თქვა დაგვიწყოს ზეწოლა რომ იცით თქვენ ხო მოაწერეთ ხელი და აი ხლა ჩვენ საერთო პრეზიდენტობის კანდიდატი ყავს და იმას უნდა დაუჭიროთ მხარი არ წახვალთ ამაზე არ დათმობდით თქვენს პრეზიდენტობის ამბიციას თუ კი ვთქვათ სააკაშვილის წასვლის შანსი იქნებოდა რეალური
აი სწორედ და ამაშია საქმე. ერთი კანდიდატი. სხვათა შორის ამას ერთ-ერთ შეცდომად უთვლიან ოპოზიციის ლიდერებს, რომ მათ საპრეზიდენტო არჩევნებისას წამოაყენეს რამდენიმე და არა ერთი კანდიდატი, თორემ იმ არჩევნებზე უნდა ყოფილიყო ერთადერთი კანდიდატურა შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა და ამ შემთხვევაში მოხდებოდა სააკაშვილის დამარცხება, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვწდებოდა ცხინვალის და აფხაზეთის დე-იურე დაკარგვა და ამ შემთხვევაში შევნარჩუნებდით სახელმწიფოს. ეხლა ძალიან მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არის რეალობა. ჩვენზე მეტი მხარდაჭერა და რეიტინგი შეიძლება ეს არ იყოს სუპერ რეიტინგი. მაგრამ მეტობის კუთხით არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს და პარტიას არ აქვს და სანამ ამას ჩვენი მეგობარი და კოლეგები არ დაინახავენ და არ აღიარებენ, არანაირ დოკუმენტებზე ხელს არ მოგიწევთ მეგობრებო და არ გეწყინოთ და მეორე, სანამ ჩვენ არ შევთანხმდებით, აი ეს უკვე აღარ არის მთავარი, ოღონდ სააკაშვილი არა და ვინც გინდა. ეს მიუღებელი პრინციპია. რადგან შეიძლება მოვიდეს მიშა 2 რას ნიშნავს ეს მიშა 2? თქვენ ეს იხმარეთ ეს სიტყვები ალასანიასთან მიმართებაში, კი? როდესაც იყო დასმული ასეთი შეკითხვა საგაზეთო მიშა 2 შეიძლება იყოს ინგა შექმნილი სიტუაციაში შალვაც, ირაკლიც, ავთოც, ის რა ქვია, ოჩოპინტრეს და ყველა. მიშა 2 ნიშნავს რას? კარგად შეფუთულ, PR ტექნოლოგიებით გამოყვანილ, უცხოეთის სპეცსამსახურებში ბეჭედ დარტყმულ, იქაური პროგრამით შეიარაღებულ არსებას, რომელსაც შეუქმნიან პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მისცემენ ფულს, რომელსაც დაუქვემდებარებიან ტელევიზიებს და საინფორმაციო სივრცეს, შეუქმნიან ყალბი იმით, რაც სააკაშვილს გაუკეთეს ვაშინგტონიდან, ბუშის ადმინისტრაციამ, ხო? მოიყვანენ და ეტყვიან, რომ დაჯექი, მართე ქვეყანა, ჩვენს გვასარგებლე, შენც ისარგებლე, შენი უფროსები ვართ ჩვენ და არა საქართველო, არა ქართველი ხალხი, არა აქ მაცხოვრებელი სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი, აფხაზი, ქურთი, ეზიდი. ვინ არის ასეთი საფრთხებას მითხარით? შეიძლება ყოველდღიურად აღმოცენდეს ახალ-ახალი ფიგურების სახით, ან უკვე აღმოცენებულიც იყოს რამდენიმე ფიგურის სახით, ამიტომ ჩვენ ვართ განსაკუთრებით ფრთხილი და ვიმეორებთ, გეტყვით ამის თაობაზე და ვიმეორებთ კიდევ ერთხელ. უფრო მნიშვნელოვანია არ დაუშვოთ მიშა 2-ის მოსვლა, რომელიც იქნება უფრო რესპექტაბელური, უფრო სერიოზული, უფრო გაწონასწორებული და უფრო ჭკვიანურად დაანგრევს ქვეყანას და მოუღებს ბოლოს. რატომ მაინც და მაინც დაანგრევს? ხო შეიძლება არა, ამ პოლიტიკით. აი ამაშია საქმე, პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს პირველ რიგში საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. თუ მოვიდა ახალი პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს, შალვა იქნება ვიმეორებ თუ ის იქნება, რა ქვია, ავთანდილი. მოვიდა ახალი პრეზიდენტი და ისე ვაგინა რუსეთი, ისე ვიყვირა ნატო, ისე დავილევით როგორც ჩაგრენის თავი და ეხა ისევ დაგადანაშაულებენ რუსეთის მიერ მართულობაში. სამშობლო წამართვეს მე რაზეა საუბარი, რომელ მართულობაზეა საუბარი? საგარეო საქმეთა მინისტრად მიხეილ სააკაშვილს უზის რუსეთის ოფიციალური დიპლომატი, ოფიციალური რანგირებული ადამიანი და ის დანიშნა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ რუსეთის გული მოიგოს და კაცმა ტერიტორიები დაკარგა, სამშობლო დაგვიქცია და ისე ფიქრობს იმას, რომ რუსეთის გული მოიგოს თავის სასარგებლოდ, არა ქვეყნის სასარგებლოდ. რამდენიმე კვირის წინ ემგურხესი აჩუქა რუსებს. არა ვერანაირი სამხედრო ოპერაციით რუსი ემგურხეს ვერ დაიკანონებდა. გასაგებია. აჩუქა რუსებს და ამაშია საქმე, რომ ახალმა პრეზიდენტმა, ახალმა მთავრობამ პირველი უნდა შეწყვიტოს ნატოს კივილი და რუსეთის ლანძღვაგინება ისევე როგორ როცა საჭირო გახდება ნატო თვითონ მოაჩვენთან. მაგრამ მიტინგებზე ამის კივილი და აიცი რუსეთო ნატოში რო შევალ და ამას და ამას გიზავ. აი იწოს აი ამ აგვისტოს მოვლენებს იწოს ტერიტორიების მოწყობას იწოს უამრავ ტრაგედიას. ვინ არიან ის პოლიტიკოსები, რომელშიც თქვენ ამ საფრთხეს ხედავთ? მითხარით რომ ეხლა გეტყვიო. უფრო გლობალურად გავანალიზოთ, მოკლედ და მე გეტყვით. ეს ერთი და მეორე. ანუ უნდა იყოს ჩვენგან არჩეული ეროვნული ხელისუფლება, საქართველოს უნდა დაიბრუნოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რისთვისაც თავი შესწირეს ილია, მერაბი, ზვიადი, უამრავმა ღირსეულმა ქართველმა. ჩვენ დღეს არა ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ დაგლეჯილი ორ ზესახელმწიფო შორის ჭიდილში, ამერიკა და რუსეთი მხედველობაში, რომლებმაც საქართველოს ამოგვარჩიეს საბრძოლო პოლიგონად, ჩვენ ვართ სახორცე, ასე ვთქვათ, სივრცითი მასალა მათთვის, მაგრამ ერთმანეთში ისინი ყოველთვის მოახერხებენ მორიგებას, ერთმანეთში არასოდეს ჩვენს მაგივრად არიომებენ და არიჭუბებენ, ჩვენ კი ვიქნებით აი ეს შუაზე გაგლეჯილი, კავკასიურ ცალსწრეში მოხვედრილი იმცნობილი. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება, მე მინდა მოვასწროთ ამ შეკითხვებზე პასუხი. ვის შეხედავთ ამ საფრთხეს? მე მინდა თქვენგან მივიღო პირდაპირი პასუხი. თუ არსებობს ასეთი საფრთხე, რატომ გაურბიხართ მაშინ დაასახელოთ მათი სახელები და გვარები, ვიშიც დღესდღეობით ასეთი საფრთხე და ვაშინგტონის შეფუთული ფიგურებია ბატონი თქვენს მიერ დასახელებული ბატონი? ვინ? აი ვინც თქვენ დაასახელებთ? მე ირაკლი ალასანია? დიახ.
მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც დიდ პატივს სცემ. არიან შესანიშნავი ადამიანები, იგივე ვიქტორ დოლიძე მაგალითად, რომელსაც პატივს სცემ თუნდაც იმიტომ, რომ როგორც კი გავახილეთ თვალი ცნობილი ამბების შემდეგ ვენის კლინიკაში, ვიქტორი მედგა თავზე, მაშინ როცა ის შეეძლო დაეჭირათ ამის გამო. რო გაეგოთ, ხო? შესანიშნავი პიროვნება. მე საუბარი მაქვს არა პიროვნებებზე, რომ ვინმე პიროვნებაა ცუდი. არამედ საუბარი მაქვს მოვლენაზე, პროცესზე, რამაც შეიძლება საქართველოს დაღუპოს. ის პიროვნება, რომელიც დასმული იქნება უცხოეთიდან, მნიშვნელობა არ აქვს ვაშინგტონიდან თუ რუსეთიდან, თუ მათ შორის შეთანხმების შედეგად, იქნება არა ჩვენი მსახური, არა ჩვენი ინტერესების დამცველი, რაც არ უნდა უყვარდეთ, არამედ გაითვალისწინებს თავისი პატრონების, ანუ ხაზეინების ინტერესებს და აი ამ ინტერესების ჭიდილში გაიჭყლიტება ჩვენი ქვეყანა. ვინ კიდევ ვისში ხედავთ ამ საფრთხეს? დღესდღეობით ესაა გამოკვეთილი. მხოლოდ ალასანიაზე გაქვთ? დღესდღეობით ესაა გამოკვეთილი, დანარჩენი ის ქალბატონი, რომელიც თქვენ გააგვიდიგეთ, გადაცემის დასაწყისში, ასე ვთქვათ, სარეზერვო ვარიანტად არის შერჩეული და ნუ ყოფილი ნინო ბურჯანაძე? და ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ. ამდენად ნოღაიდელი, თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეს ადამიანები იყვნენ? თქვენ ხო გახსოვთ ვარდების რევოლუცია? მე კარგად გახსოვს, ხო, ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენთან ერთად. იქ არ იყო ერთ პიროვნებაზე აქცენტი გაკეთებული. ამ დროს არ კეთდება ერთ პიროვნებაზე ძირითადი სტრატეგია, მას ურჩევენ სარეზერვო ვარიანტებს. იქ იყო სამი, ხო, ასევე ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე. ეხლაც სამია შერჩეული. მე ვაპირებ უახლოეს ხანში ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შევეცდები დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, ამერიკელი მეგობრები, რომ მისცენ საქართველოს საშუალება თავისუფალი არჩევნების, ხელისუფლების თავისუფლად არჩევის და კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალი საქართველოში არასოდეს ანტიამერიკული პოლიტიკის გამტარებელი არ იქნება, იმიტომ რომ თვითონ ქართული საზოგადოება პროდასავლურია შინაგან ცივილიზაციური მდგომარეობით, მაგრამ გარედან დასმული დაადგება სააკაშვილის გზას. ვიდრე წახვალთ ამერიკაში ვიზიტით, თქვენ იმყოფებოდით ევროპაში ვიზიტით და რამდენადაც არის ცნობილი, შეხვედრები ჰქონდათ საქართველოსდან წასულ ყოფილ პოლიტიკოსებთან თუ ამჟამად მოქმედ პოლიტიკოსებთან, მაგრამ მათთან ვინც ვეღარ ჩამოდის საქართველოში და ერთ-ერთი იყო ირაკლი ოქრუაშვილი. გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ აპირებთ იყოთ მისი პოლიტიკური პარტნიორი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლე? არა, ეს ხმები გადაჭარბებულია, მე გახდით პატარა ტექნიკური შესწორება, მე გახდით საფრანგეთში ამ ქვეყნის მართველი პარტიის ხელმძღვანელობის მიწვევით, სენატის ბატონ დერანკურის მიწვევა იყო და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთივე მიწვევა, მაგრამ იმავდროულად მე რა თქმა უნდა გამოიყენე ეს მომენტი, რომ შევხვედროდი ქართულ ემიგრაციას, მათ შორის ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს, რომლებმაც მომაკითხეს სასტუმროში და იქ ჰქონდა საუბარი. ერთი ინტერვიუ მინდა თქვენი შეგახსენოთ და შემდეგ მინდა დაგისვათ ბოლო კითხვა თუ შეიძლება. მე მინდა ვთხოვო პროდიუსერს ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ჩალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება. ამოწიეთ ეგაც? რასაკვირველია. არ გამოგეპარებათ არა. იმედი არ გეწყინებათ ისევე როგორც სხვა სტუმარს არაერთს ეწყინა ამ სტუდიაში დასმული შეკითხვები. თუ არის ამის საშუალება რომ გაუშვათ? ღალატია ის, რომ შედიხარ შერეღებული ძალების ყველა სახეობით. კოდორის ხეობაში, სადაც მოსახლეობა თვითონ მესაზღვრეთ ჯარისკაცის, დამცველის და მათ შეინარჩუნეს ეს მიწა ჩვენთვის. შედიხარ მათ დასარბევად, გენოციდისათვის, ხოცავ ბავშვებს, აწილკებ ქალებს და ხოცავ ქალებს, გარდაიცვალე ხო ეს ქალბატონი, ანგრევს სახლებს, იყენებ ამისათვის ავიაციას. ეს იყო გაკეთებული თქვენს მიერ განცხადება თავის დროზე. ეხლა, როდესაც აი ამ განცხადებას თქვენ უსმენდით და რას დაუკავშიროთ მაშინ პრინციპული შალვა ნათელაშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება ვთქვათ მიდის ერთი ხაზით, თუ კი ასეთ განცხადებას აკეთებდა ერთი კვირის წინ, შემდეგ იგივე ადამიანთან მას ჰქონდა შეხვედრა და სამომავლო პოლიტიკურ პერსპექტივებზე ესაუბრებოდა რა. არა, იგი ერთი კვირის წინ კი არ იყო ეს. ნუ ორი კვირის წინ, რა ნიშნავს? არა, ეს კოდორის შემდეგ იყო, მაგრამ თქვენი ვიზიტი იყო თქო ერთი კვირის წინ. ხო, არა, რაშია საქმე, იცით ახლა ჯერ ერთი კაცმა მომაკითხა სასტუმროში და ყურადღება გამოიჩინა და ტრადიციული ქართული ასე ვთქვათ მასპინძლობა, ასე თუ ისე ისიც ცხოვრობს და მასპინძელის ვარიანტი იყო, მადლობის მეტი რა მეთქმის. მეორე ის რომ ჩემი არც ერთი შენიშვნა და კრიტიკა ასევე მის მიმართ უკან არ წამიღია, მე ნამდვილად ვაცხადებდი ყოველთვის რომ სააკაშვილის რეჟიმის გამტკიცებაში უდიდესი იყო ბატონი ოქრუაშვილის წვლილი. და იქვე ვამბობდი, რომ თვითონ გახდებოდა მსხვერპლი ამ სისტემის და ამ რეჟიმის. ისე აგიცხადეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს აცხადდა, მაგრამ მან მხილებით, ძალიან მკვეთრი მხილებით სააკაშვილისა გადადგა სერიოზული ნაბიჯი იმისათვის, რომ დაკანონებულიყო ოპოზიციონერად.
განსხვავებით სხვა მისი კოლეგებისგან, ანუ ხელისუფლებაში მყოფი პირებისაგან, ვისაც ახლა ჰქონდა საუბარი, რომლებიც გამოდიან ლაითად, ამბობენ, რომ იცით, აი დღევანდელი ხელისუფლების ნოღაიდელი ბურჯანაძე და ხელისუფლებიდან წასული სხვა. ვინც აი გუშინ თქვათ ხელისუფლებაში იყვნენ და ერთი წვეთი ოფლი არ ჩამოუღრიათ ხალხისათვის, ქვეყნისათვის, არაფერი არ დაუკლიათ საკუთარი ოჯახისთვის, ჯიბისთვის, გარემოცვისთვის, ყოველთვის სახელმწიფოს ხარჯზე მუშაობდნენ, დაგრიალებდნენ, ვიზიტებში დადიოდნენ. აი ახლა ის რა ქვია, გვაქვს დრო თუ არა? არა, ჩვენი 2 წუთი დაგვრჩა მხოლოდ და კაი მასალები მქონდა მოტანილი და სხვა დროს. სხვა დროს იმედია უარს არ მეტყვით, თქვენ ყოველთვის საინტერესო რესპონდენტი. ამდენად დიდი მადლობა, ისე როგორც თქვენ ხართ ორგანიზატორი ამ რესპონდენტთა საინტერესობის კარგი წამყვანის და ჟურნალისტის გარეშე, კარგი საუკეთესო რესპონდენტი არ არის. ეს ძალიან ბევრს მეფერებით. კარგით, დაასრულეთ თუ შეიძლება. არ ეს რეალობაა. ამდენად, იცით, არ შეიძლება ოპოზიციონერობაზე პრეტენზია გამოაცხადოს ადამიანმა, რომელიც გუშინ გადმოხდა სახელმწიფო სავარძლიდან და თავი არ გაუწირია, ხილებაც კი არ გაუკეთებია, ისიც არ უთქვია, რაც იცის რეალურად ქვეყნისათვის მიყენებულ ბოროტებებზე და ლაითად უნდა რომ მეორედ მოძვრეს ხელისუფლებაში. ეს გააკეთა სააკაშვილმა, ხო? შევარდნაც უმრავლესობის ლიდერი, იუსტიციის მინისტრი, შეხარჩევენ ბატონი 100 მილიონი დახარჯული მის კი, მაგრამ მას წაყვა მაინც უამრავი ხალხი იმის მიუხედავად, რომ ეს შეცდომა დღეს ხალხმა აღარ უნდა დაუშვას, თუ ამ შეცდომას ხალხი კიდევ დაუშვებს, მიშა ორს თუ გაყვება, ვინც არ უნდა იყოს ის შალვა თუ პეტრე, მნიშვნელობა არ აქვს. თუ დაუშვებს ამას, მაშინ საქართველოს მომავალი არ ექნება და ამას ვამბობთ ჩვენ და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ექნება შესანიშნავი მომავალი და მეღრმათ მწამს, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ დაშვებულ წარსულში დაშვებულ შეცდომას. ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე მინდა დაგეთანხმოთ ერთ რამეში, ირაკლი ოქრუაშვილის თემაზე, როდესაც საუბრობდით, ნამდვილად მოყვა ხალხის საპროტესტო გამოსვლები და დიდი მიტინგები თავის დროზე სწორედ ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. საინტერესოა ერთი, ეხლა ვიდრე გახვალთ ამ სტუდიიდან, მიტინგების თემაზე უნდა მიპასუხოთ, დადგებით თუ არა ოპოზიციის გვერდით, რომელიც აპირებს დაიწყოს საპროტესტო მოძრაობები. უკვე ბატონი დავით გამყრელიძე არის შემოსული სტუდიაში და იგი რამდენიმე წუთში გასცემს ჩვენ შეკითხვებს პასუხს. ჩვენ ყველა გამოსვლას და ყველა მიტინგზე ნამყოფი ვართ. მიხვალთ? არაფერს არ გამოკლები ვართ, მაგრამ ვიმეორებ. დღეს პრინციპი რომ ოღონდ სააკაშვილი არა და ვინც გინდა, ჩვენთვის არის მიუღებელი და დაუღუპველი. მე ვეცდები ჩავიდე ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დავარწმუნო ამერიკელი მეგობრები უკან გაიწვიონ პრეზიდენტი სააკაშვილი. დიდი მადლობა. ეს იქნება ყველაზე კაი გამოსავალი. ძალიან დიდი შემდგომ მიტინგებს არაფერი არ უდგას წინ. ძალიან დიდი მადლობა. ანუ როგორც მე მივხვდი, ბატონი შალვა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ აპირებს წავიდეს მიტინგებზე. ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ. ასეთი იყო პირველი ლეიბორისტის პასუხები ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე. 2 წუთში კი ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ ასევე წარსულიდან არქივიდან ამოღებული კადრები უკვე რომელიც უკავშირდება დავით გამყრელიძეს მის პოლიტიკურ წარსულს. 2 წუთში რა პასუხი ექნება შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დავით გამყრელიძეს, ახლები და რესპუბლიკელები, ასევე სავარაუდოდ კონსერვატორებიც მომავალ კვირას შესაძლებელია საბოლოოდ გაუერთიანდნენ ირაკლი ალასანიას. თქვენ მოისმინეთ რა პასუხი აქვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე. ნახოთ რას უპასუხებს დავით გამყრელიძე ამ განცხადებებს. ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, მე მას სიამოვნები წარმოგიდგენთ სტუდიაში. როგორ ბრძანდებით ბატონო დავით? ხო, დაბრძანდეთ. მექნება თქვენთან სწორედ ამ მომავალ აქციებთან დაკავშირებით, თქვენს პროტესტთან და მიშა სააკაშვილის წასვლის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით თქვენთან შეკითხვები. თუმცა მანამდე მინდა ტრადიციულად გადავხედოთ ჩვენს არქივს და თქვენი პოლიტიკური წარსული კიდევ ერთხელ ერთად გავიხსენოთ. წარმატებული მეწარმე, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იბრძვის განახლებისა და ხალხის დასაქმებისათვის. კორუმი არის მადლობას მოახსენებ ბატონ დათოს მისი ჯგუფით ის შემოგვიერთდა დანარჩენები შემოგვიერთებიან და ეხლა კანონიერია ყოველმხრივ ფორმალურად და ფაქტიურად ჩვენი დღევანდელი სხდომა. ჩვენი პრეზიდენტი ვერასოდეს ვერ შედგება ალბათ ვერც კალიგულად, ვერც იმპერატორად და მისი კომიკური გამომეტყველება და ჰაბიტუსი ალბათ ასეთივე დარჩება. ბატონ გამყრელიძე თქვა შევარდნაძის პარლამენტში მივიდა ბოლოს ამ გამოსვლით. იმ კურტკის ჯიბეში ედა რომელსაც იხდიდა ნაზად, როცა შევარდნაძე აქ ჩაისვავდა და ჩვენ არ გვიშევდნენ პარლამენტში, მაგრამ მე ჩვენ შემოუსწარეთ და ეთქო ვერ მოასწრო ლაპარაკი ეკონომიკაზე, მეწარმეობაზე, რეკეტზე და კორუფციაზე. ბატონი სააკაშვილი განკარგავს როგორც საკუთარი ოჯახის ბიუჯეტს. ის საკუთარი ფონდიდან მინდა იცოდეს კანონის დარღვევით, გადაჭარბებით აფინანსებს უკრაინაში
საკისი და მისი მეგობრებით მოიაზრებს. როგორც არიან ტიკიტაძეები, თარგამაძეები და ასე შემდეგ. აფინანსებს ყაზახეთში, მოსკოვში, სხვადასხვა ქალაქებში ამ ადამიანებს ტურისტულ თუ სხვა ტიპის ტურებს. მე აღარ ვიტყვი, რომ სექს ტურებს. მე არ ვიცი კომენტარი რა უნდა გავუკეთო ბატონ დავით გამყრედის განცხადებას, მე მგონი ის არის კაცული ერთრამეს. რომ ხალხს დაამახსოვროთ, თუ ყველაზე მეტად გააჩმახა გამყრელიცა. სად არის მერაბიშვილი, მოვიდეს საკადა ოქრუაშვილი. მოვიდეს ადეიშვილი და ყველა ის ადამიანი ვინც პასუხს აგებს. ამ ყველაფერზე რათა ხდება. უსინდისოება, ვისაჭიდავები. ქალებს ერევით, ხო? ჩვენ არ გავჩნდებით სალამ ვამა მერაბიშვილი. ამ ქეციან ნაძირალას არ ჩამოაგდოს გუძულად ის კამიდან და მასაც არ მიუჩნდ ადგილს იქ სადაც გისავს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირადად ჩემთვის ალბათ საქართველოში ამ საქმის გახსნა და მე გავაკეთებ ყველაფერს და ვინც არ უნდა იყოს ის ადამიანი, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობა ჰქონდეს მას. თქვენ ალბათ ხართ დარწმუნებულები და იცით რომ სიტყნარე ადგილიდან უარის გამოძახილი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა დღეიდან ამ წუთიდან არის ბურჯანაძის გადადგომა. ჩვენი მოშიმშილეთა ჯგუფის სახელით ვაცხადებ ამას. და ჩვენ მივახცევთ იმას, რომ აი ესე უპასუხისმგებლო აბსოლუტურად ამორალური პოლიტიკურად გადაწყვეტილებების ავტორი უნდა გადადგეს და მას არ აქვს არც პოლიტიკური და არც მორალური და არც ადამიანური უფლება დარჩეს ამ თანამდებობაზე. ყველაფრის იმის მერე რაც ხდება დღეს საქართველოში და რაც ხდება. დავით გამყრელიძე ახალ ბრძოლას იწყებს უკვე ახალ ეტაპს უпростоრედ ბრძოლისას. იგი მომავალ კვირას რესპუბლიკელებთან და სავარაუდოდ კონსერვატორებთან ერთად აპირებს გაუერთიანდეს ირაკლი ალასანიას. რა სიტყვით ამაზე ბატონო დავით? მე მინდა ამ შეკითხვით დავიწყო თქვენთან საუბარი. ინგა პირველ რიგში გამახსენდა 2000 წელი, როცა მაშინ უმრავლესობა დავტოვეთ და პოლიტიკაში პირველი ნაბიჯი გადავდგი. ნოსტალგია ხო არ დაგეწყოთ 2000 წლის? და გამახსენდა მაშინ პირველ არხზე ინგა გრიგოლიასთან ეთერში ჩემი პირველი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გამოსვლა. 9 წელი გავიდა და მე და თქვენ ისევე მდგომარეობაში. გავიდა ბატონო დავით, არც კი მჯერა რომ 9 წელი. ეს იყო 2000 წელს, ახლა არის 2009 წელი. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მე როდესაც ანონსი ვნახე ამ გადაცემის, იქ ცხადდებოდა, რომ ჩვენი მოთხოვნა სავადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას და შესაბამისად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილთან ერთად დასრულდა ერთი ეპოქა, დასრულდა ძალიან რთული ეპოქა, მაგრამ ის დასრულდა და მის დასრულებას და ახალი ეპოქის მოსვლას საქართველოში წინ ვერ აღუდგება ვერაფერი, როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს ვერც სააკაშვილი და ვერც ხელისუფლება, ისე ვერც სააკაშვილი, მერაბიშვილი და ეს ადამიანები ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. ვისი გაზაფხული მოდის, ბატონო დავით? როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მოითხოვთ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომ არ აპირებს დანიშნოს არანაირი არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო არჩევნები. მე მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა, როგორ აპირებთ კონკრეტულად, რომ წახვიდეთ ამაზე, უпростоრედ წამოიყვანოთ ამაზე ხელისუფლება? თავარი ჯერ ერთი სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ყველას კარგად გვახსოვს 2007 წლის ნოემბერი, მე თქვენ საზოგადოებასაც მაშინაც ძალიან მყარად იყო მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციაზე, რომ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებდა, რომ არ დათმობდა, მაგრამ არა მარტო საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაც მოუწია, მერე გაყალბება და მერე არალეგიტიმური სააკაშვილი მივიღეთ ჩვენ საქართველოში. რაც შეეხება თუ როგორ უნდა მივახციოთ იმით, რომ საქართველოში ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან ძლიერი, ძალიან სერიოზული დემოკრატიული ალტერნატივა სააკაშვილის და მართველი გუნდის საპირისპიროდ, საპირწონეთ, იმიტომ რომ კითხვაზე ვინ თუ არა სააკაშვილი, ჩვენ მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ. იდეა ჩვენი და რესპუბლიკელების სააკაშვილიო, ეხლა თქვა შალვა ნათელაშვილმა, მე ამ პრინციპით ვერ დაუდგები ოპოზიციას გვერდით. სწორედ მე აბსოლუტურად ვიზიარებ და ჩემი სიტყვებია ბოლო პერიოდში მე სულ ამას ვიმეორებ, რომ ლოზუნგი საქართველოს სააკაშვილის გარეშე ნამდვილად არ არის საკმარისი და როდესაც მე ალტერნატივაზე ვსაუბრობ არა იმ პრინციპზე, რომ მოდით ყველანი გავერთიანდეთ სააკაშვილის გადასაყენებლად და მერე ვინც იქნება ეს ხალხმა გადაწყვიტოს. იმისთვის რომ ხალხი ამ პოზიციაზე ჩამოყალიბდეს, ამ მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდეს, საჭიროა რომ საზოგადოებამ, ქართულმა საზოგადოებამ დაინახოს ძლიერი ალტერნატივა, დაინახოს რეალური ლიდერი, დაინახოს რეალური ძალა ამ ლიდერის გარშემო, რომელიც შეძლებს სააკაშვილის შემდეგ ქვეყანა გამოიყვანოს იმ კრიზისიდან, რა კრიზისში ჩვენ ანუ თქვენ უკვე შეარჩიეთ ლიდერი, თუ კი გავითვალისწინებთ, რომ თქვენ აპირებთ ყველანი გაუერთიანდეთ ირაკლი ალასანიას, მე პირდაპირ დღეს შემიძლია თუ არა ვთქვა, რომ ამ განცხადებაში ლიდერში იგულისხმებოდა ირაკლი ალასანია.
იცით, აქ ესეთი ფორმით ნუ დავაყენებთ, ვინ ვის უნდა გაუერთიანდეს, ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, ირაკლი ალასანია და მისი გუნდი შევქმნით ძლიერ ალტერნატივას. და როდესაც თქვენ ქუჩი აცხადებდით, რომ დათმობს თუ არა დავით გამყრელიძე საპრეზიდენტო ამბიციებს, მე აქ ეთერში პირველად ვაცხადებ, რომ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით გამყრელიძე არ მიიღებს მონაწილეობას და ის მხარს დაუჭერს სხვა კანდიდატს. თუ ვის გაინტერესებს ირაკლი ალასანიას. ანუ უკვე გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ის იქნება ჩემთვის და ახალი მემარჯვენეებისთვის ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მე ამ განცხადებას ვაკეთებ ირაკლისთან შეუთანხმებლად, მაგრამ მე მინდა პირნათელი ვიყო საზოგადოებასთან, ქართულ ხალხთან და მე ვფიქრობ, რომ დღეს ნამდვილად ჭირდება საქართველოს ისეთი ტიპის ახალი ლიდერი, როგორიც არის ირაკლი ალასანი. ხო, ეს არის ძალიან საინტერესო განცხადება. პირველად მოვისმინე მე ეს განცხადება, რომ ირაკლი ალასანიას მისი სავარაუდო პარტნიორები უკვე ოფიციალურად გაფორმდება ეს პარტნიორობა მომავალ კვირას, უკვე აცხადებენ აქვე დღესვე მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატურად. ეს ძალიან სერიოზული განცხადება, თუკი გავითვალისწინებთ დავით გამყრელიძის ამბიციას თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, წამოვა თუ არა ამაზე დანარჩენი ოპოზიცია? თქვენ ისმენდით, ალბათ თქვენს წინ იყო ჩვენი სტუმარი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ არსებობს საფრთხეები იგივე ირაკლი ალასანიაში, ნინო ბურჯანაძეში, ზურაბ ნოღაიდელში, ხომ არ მივიღებთ მათგან მიშა ორს. ასეთი იყო მისი მოსაზრება. ნუ მე რაც უსმინე ბატონ შალვას, ის ამბობდა, რომ შეიძლება მიშა ორი გახდეს შალვა ნათელაშვილის პირობითად და ნებისმიერი პიროვნება, რომელიც იქნება გარედან მართული. მე ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ შალვას. გარედან მართული პრეზიდენტი ჩვენ არ გვინდა, გარედან მართული პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერები ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, საიდანაც არ უნდა იმართებოდეს ეს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ მართლაც გვინდა სიახლე, მართლაც გვინდა სერიოზული ცვლილება და თუ ამერიკას დაჭირდა ამ სახელმწიფოს დაიმსახურა მართლაც ის ცვლილება და ობამა ეს იყო სიახლე და ცვლილება, რომელიც გამყარებული იყო ძალიან სერიოზული გამოცდილი ძალებით და პოლიტიკოსებით, როგორც იყო ბაიდენი, მე ვფიქრობ საქართველოსაც დაიმსახურა ამ უმძიმესი პერიოდის შემდეგ, რომ საქართველოში მოვიდეს ახალი ძალა, ახალი ხედვით და სერიოზულ ძალებზე დაყრდნობით, გამოცდილ პოლიტიკურ ძალებზე დაყრდნობით ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. ახალი ძალა ვინ არის? თქვენ ხართ ახალი ძალა, ახალი მემარჯვენეები კი ქვიათ, მაგრამ არა, ირაკლი ალასანიაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. ირაკლი ალასანია, მე მასთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, მაგრამ აი თქვენ როდესაც ამბობთ, რომ საჭირო არის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან ახალმა ძალამ, შესაძლებელია ამაში ბევრი ადამიანი გეთანხმებათ კიდეც, მაგრამ ძალიან ბევრ შესაძლებელია გაახსენდეს იგივე დავით გამყრელიძის ალიანსები, თქვა თქვენი ყოფილი ალიანსი, იგივე მრეწველებთან, EDP-სთან, შევარდნაძის ბლოკში ყოფნა, ასე შემდეგ. არ ჩამითვალოთ, რომ ამის მიღმა რაღაც, ისე იგი ქვეტექსტებია, უბრალოდ მე მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან ბევრჯერ ქონია თქვენ ამისი მცდელობა, რომ ახალ ძალად წარმოჩენილიყავით და დღეს თქვენ აცხადებთ, რომ ისევ ახალ ძალას შექმნით. რატომ უნდა გენდოთ მაშინ თქვენ ამ მომრჩეველი? მე უბრალოდ ქართულ საზოგადოებას შევახსენებ სოფლიო ქვეყნების, დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკურ წარსულს, სადაც ნებისმიერ ეტაპზე საჭირო ხდება სხვადასხვა პოლიტიკური კოალიციების თუ ერთობების ჩამოყალიბება. როდესაც საჭირო ხდება ერთი ხედვის, ერთი სოფხედველობის თუ პროგრამის, საერთო პროგრამის მქონე პოლიტიკური ძალების ერთჯგუფად წარმოჩენა, რათა კონკრეტული ამოცანა და კონკრეტული მიზანი იქნას მიღწეული და ამოცანა გადაჭრილი. ეს ნორმალური პრაქტიკაა ევროპულ სახელმწიფოებში, როდესაც იქნება სხვადასხვა ტიპის კოალიციები იმისთვის, რომ შედგეს უმრავლესობა, ასე იყო ჩვენი და მრეწველების და სხვათა შორის მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ და მრეწველებს დღესაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ასეთი იქნება ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელთან ერთადაც საჭირო იქნება კონკრეტული პრობლემების გადაჭრა. შემოვლენ ამ ძალაში, ბატონო დავით. მე სხვა პოლიტიკური ძალების ნაცვლად ნამდვილად ვერ მაგრამ ვისაუბრებ. თქვენ სხვის ნაცვლად გააკეთეთ ახლა განცხადება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ის. იქნება ჩემი მხრიდან მე განვაცხადე, რომ მე არ ვაპირებ კენჭი ვიყარო, მე ვიყარე ერთხელ და მივიღე ქართველი ხალხისგან პასუხი ის შედეგი, რა შედეგის დადგა, ასე რომ მე არ ვაპირებ სააკაშვილის გადაყენების შემდგომ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ვთქვი, რომ მე და ჩემი მეგობრები, ახალი მემარჯვენეები მხარს დაუჭერთ ირაკლი ალასანიას. ეს არ ნიშნავს, რომ მე რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის ნაცვლად ვაკეთებ განცხადებას, მე მხოლოდ საუბრობ იმ პოლიტიკური გუნდის სახელით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იმ პოლიტიკურ თამაში, რასაც პირობითად დავარქვათ, მოდით ამას თამაში, თუ არ მიწყენთ, ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და მე არ მჯერა, რომ დავით გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ
მხოლოდ ახალი მემარჯვენეების მოსაზრება, ნება მომეცით ეს კითხვის განცხადებებს არასდროს არ ვაკეთებ. მით უმეტეს მე ვიცი რომ თქვენ არასდროს არ აკეთებ დაუფიქრებელ განცხადებებს და ანუ არის თუ არა ეს თქვათ ასეთი გააზრებული ეს თემა, ეს ცალკე თემა იყო ასეთი მოსაზრება რომ პრეზიდენტი ალასანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პრემიერ-მინისტრი დავით გამყრელიძე ეს იქნებოდა მომავლის გეგმა. თუ კი თქვენ მიაღწევთ რომ გადააყენოთ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან. ბატონო დავით, როგორ აპირებთ ამას მიაღწიოთ? მე მინდა შეგახსენოთ იგივე 7 ნოემბერი. ინგა, ძალიან მნიშვნელოვანია რა თქვენ ახსენეთ. მე არ მინდა რომ საზოგადოებას დარჩეს შტაბ-ჭრილება, რომ ჩვენ რაღაც თანამდებობებს ვინაწილებთ. არა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ მოვა ბატონო დავით. კი არ ინაწილებთ თანამდებობებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა პოლიტიკურ ძალებს შორის, იგივე ჩვენსა და ირაკლი ალასანიას შორის მის გუნდთან მიმდინარეობდა ყველა საკითხზე. თუ როგორ უნდა მოგვარდეს, როგორ უნდა დავძლიოთ ჩვენ პრობლემა რუსეთთან ურთიერთობის, როგორ უნდა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ არასოდეს არც ერთ ეტაპზე მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. არ ყოფილა საუბარი რაიმე თანამდებობებზე, რაიმე გადანაწილებაზე, რაიმე პოსტებზე, კვოტებზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძალიან ვთხოვ საზოგადოებასაც და თქვენ ჟურნალისტებსაც, ნუ აყვებით რაღაც ჭორებს თითქოს თანამდებობები გადაინაწილეს ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა და მე ჭორებიდან გამომდინარე არ დამისვია სხვა თუმცა მე შეკითხვებს ხომ ხშირად იმ თემებიდან გამომდინარე, რაზეც ხალხში საუბრობენ. ჩვენი უფლებაა რომ პასუხი დავცეთ. დასაკვირველია, ეს არის თქვენ მე უბრალოდ კითხვა დაგისვით, იმიტომ რომ თუ კი ახალ არჩევანზეა საუბარი, ხალხს ნამდვილად ექნება ალბათ რა სურვილი რომ გაიგოს ვინ რა პოსტს დაიკავებს მომავალ მთავრობაში რომ იყოს ან არ იყოს ის მთავრობა. როცა დადგება ეს დრო, როცა დადგება საპრეზიდენტო არჩევანის გაკეთების დრო, გარწმუნებთ რომ ეს მართლაც ეწოდინება ქართულ ხალხს. ბატონო დავით, მე მინდა გაგახსენოთ 7 ნოემბერი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო. მე მინდა გაგახსენოთ იგივე ინაუგურაციის დღე და ვთქვათ ლევან გაჩეჩილაძის და მისი თანამოაზრეების განცხადებები რატომ არ დაძრეს ხალხი მაშინ, იმიტომ რომ ისინი ამბობდნენ რომ ხედავდით საფრთხეს რომ არ განმეორებულიყო იგივეო. მე ასეთ კითხვას გისვამთ აქედან გამომდინარე, რა გაძლევთ იმის საფუძველს რომ სააკაშვილი გადადგება. როდესაც აკეთებთ ამ განცხადებას, ფიქრობთ თუ არა რომ იგივე საპროტესტო აქციები შესაძლებელია დასრულდეს ისე როგორც დასრულდა 7 ნოემბერი, თუ კი იგი ძალიან მწვავე ხასიათს მიიღებს. ინგა, აბსოლუტურად ლოგიკური კითხვაა და ეს კითხვა ისმის მუდმივად ჩვენ საზოგადოებაში, რა გარანტია გვაქვს რომ იგივე არ გამეორდება და ჩვენი კონსულტაციების, ჩვენი სრულად ახლებური რაღაც კონფიგურაციის ფორმირების ცდელობა უკავშირდება იმას, რომ ჩვენ აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომები. აღარ ვიაროთ იმ გზით, რომლითაც ვიარეთ უკვე და ვნახეთ, რომ შედეგი ვერ დადგა. მოხდა ის, რომ სააკაშვილმა შეინარჩუნა გაყალბებით, ძალადობით, აბსოლუტურად უკანონოდ კონსტიტუციის ჩარჩოებს მიღმა შეინარჩუნა ძალაუფლება და ეს ყველაფერი დასრულდა აგვისტოთი, დასრულდა უმძიმესი დანაკარგებით და ეს მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ გრძელდება საქართველოში. სწორედ ამიტომ იქნება სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება არა კლუბი, არა რაღაც მაპატიეთ და მუდმივი კინკლაობის ადგილი, არამედ ის იქნება დისციპლინირებული ძალა, თავიდან ბოლომდე ერთ ვერტიკალში აწყობილი, რომელიც იქნება მომართული იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფარგლებში სრულიად მშვიდობიანად, რაც შეიძლება სწრაფად, საზოგადოება დაარწმუნოს მის ალტერნატიულობაში და შემდგომ ხალხთან ერთად უზრუნველყოს სააკაშვილის გადადგომა. როგორც 7 ნოემბერს აიღებთ თქვა სტრატეგიულ ობიექტებს, უფრო სწორედ პიკეტირებას მოახდენთ, არ შეუშვებთ მათ. ინგა, მაპატიეთ, მაგრამ წინასწარ ეთერში ვინ აცხადებს ესეთ რამეს? სადმე გაგიგიათ რომ წინასწარ ოპოზიცია აცხადებდეს. ჩვენ არ ვიტყვით ამას არასდროს წინასწარ, იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილმა არ მოამზადოს რაღაც ასე ვთქვათ. ვფიქრობთ რომ ვანო მერაბიშვილს არ ექნება ინფორმაცია. დღეს ხუმრობის თემა ხდება უკვე სატელეფონო მოსმენები და კაბინეტების მოსმენები და ეხლა თქვენ ფიქრობთ რომ მე რომ ამ კითხვას დავსვამ, ამის მიღმა სხვას არ ექნება ეს კითხვები. კი ბატონო. კითხვას დასვამთ, მაგრამ მე პასუხს არ მე უბრალოდ მინდა ჩვენს მაყურებელს დარჩეს შტაბ-ჭრილება, უფრო სწორედ მან ბოლომდე მიიღოს პასუხი, რა გეგმა აქვს თქვა ოპოზიციას და არსებობს ის, რომ პირველ რიგში ჩვენ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რით იქნება უკეთესი, თუნდაც იგივე ჩვენთვის ირაკლი ალასანია, მიხეილ სააკაშვილზე. მითხარით, რატომ მოაგვარებს რომ იგი იქნება კარგი პრეზიდენტი? აი თქვენ ხომ ამბობთ, რომ ეს ჩემი აზრიაო და მე სხვის ნაცვლად არ ვსაუბრობო. დავით გამყრელიძე, რომელიც ისე ზერელეთ არასოდეს აკეთებს ხოლმე განცხადებას. დამისაბუთეთ ეხლა, რატომ ფიქრობთ, რომ ის იქნება კარგი კანდიდატურა? ეს ალბათ ცალკე გადაცემის თემა უნდა იყოს, ინგა, მაგრამ
მაგრამ კარგი კანდიდატურა მიმაჩნია და კარგი პრეზიდენტი იქნება ირაკლი ალასანია, იმიტომ რომ პირველ რიგში ის არასდროს არ მოახდენს ძალაუფლების უზურპაციას და არ ჩათვლის რომ ის არის ყველაზე ჭკვიანი, რომ მან ერთადერთმა უნდა მართოს და გადაწყვიტოს ეს ქვეყანა. ის არასოდეს არ აწყობს და აალაგებს ურთიერთობას რუსეთთან, როგორც ეს ხდებოდა ამ წლების განმავლობაში. ის არასოდეს არ მიუდგება კერძო საკუთრებას, მეწარმეს, ფლობელს იმ პრინციპებით, როგორც უდგებოდა მიხეილ სააკაშვილი. მე ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და იმიტომ საუბრობ დღეს ამ საკითხებს. ამავე დროს დღეს მე მინდა აქვე აღნიშნო და ერთ ძალიან ტკივნეულ თემას შევეხო. მე მინდა ვისაუბრო იმ დაგეგმილ ევროვიზიის კონკურსზე, რომელზეც საქართველოსდან მიდის ძალიან სკანდალური სიმღერა. მე აბსოლუტურად არ ვეხები არც მომღერლებს, არც სიმღერას, არ შევდივარ ამ თემაში, ეს პოლიტიკოსების საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არის ყველაფერს ველოდი ევროვიზიის თემის პოლიტიკური თემა. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს სააკაშვილს საქართველოში აქვს დაახლოებით 15% რეიტინგი, მაგრამ თითეული ჩვენთაგანი ძალიან აღშფოთებულია ხოლმე, როდესაც რუსეთის მხრიდან ჩვენ ვისმენთ სააკაშვილის ლანძღოს. თქვენ წარმოიდგინეთ პუტინი, რომელსაც აქვს 78% რეიტინგი რუსეთში. და მის წინააღმდეგ ესეთი ნომრით ჩასული საქართველოს დელეგაცია. რა რეაქციას გამოიწვევს? მე გეკითხებით თქვენ და ვეკითხები საზოგადოებას. დღეს ჩვენი ამოცანა რა არის? შემდგომი ესკალაცია ურთიერთობის რუსეთთან თუ აი ამ დაძაბულობის განმოხტვა და როგორმე ნორმალურ დიალოგში გადაყვანა. ესეთი პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს ხალხი ამბობს, რომ ეს არ უკავშირდება მაგრამ მეორეც იქნებ მომღერლებს სურთ, რომ თავისი პოლიტიკური პროტესტი ევროპას დაასრულოთ თუ შეიძლება. თუ არ მათქმევინეთ ბოლომდე არ გამოვა არაფერი. ყველას გვახსოვს ლილი პუტინის ძახილმა. ყველას გვახსოვს ფეკალური მასებით გამასპინძლებამ რამ შედეგი მოუტანა და ამის შედეგია სწორედ ის აგვისტო და ამის შედეგია ის ტრაგიკული გაგრძელება, რომელიც მოყვა რუსეთთან აი ესეთმა სრულიად არაეთიკურმა, სრულიად უკულტურო რიტორიკამ, რომლითაც სააკაშვილი იგივე თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობდა თავის დამკვიდრებას. გულის მოფხანით პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ გვინდა ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მართლაც დიპლომატიური ენით, მართლაც გონივრული ნაბიჯებით განმუხტავენ სიტუაციას. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ გვჭირდება სიტუაციის განმუხტვა და არა დაძაბვა. ამიტომ შევაჩეროთ ეს მარაზმი სანამ დროა. მე მოუწოდებ სააკაშვილს, ეს არის მისი გადაწყვეტილება, მე ზუსტად ვიცი შიდა სამზარეულო და მოვითხოვ, რომ ახალი პროვოკაცია არ დაიგეგმოს და ახალი ესკალაცია არ მოხდეს. მომღერლებს შესაძლებელია თუ არა ბატონო დავით, რომ კონდეთ თავისი პოლიტიკური პროტესტი და თქვათ იგივე ევროპას ამ გზით რომ გააგებინო. მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს შიგნიდან, იგივე ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებას და წესებს, ვიცნობ თავისუფალ მედიას, როგორ ფუნქციონირებს ამერიკაში და იგივე ევროპაში. მაგრამ როცა საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, როცა საკითხი ეხება საქართველოს და ქვეყნის მომავალს, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მომღერალი და მუსიკოსი სრულიად გაგებით მოეკიდება ჩვენ თხოვნას ყველას პოლიტიკოსების და პირველ რიგში ხელისუფლების რომ თავი შეიკავონ დღეს ახალ ცეცხლზე ნავთის დასხმისგან ახალი პროვოკაციისგან ხელოვნება არის თავისუფალი მაგრამ ამ შემთხვევაში ეხება საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას გარწმუნებთ რომ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი მართლაც ახალი პროვოკაციისა ვიღაცას ეტყობა გივით არ გამაძეს მიხეილ სააკაშვილს და მის გარემოცვას ძალიანაც უნდათ, იმიტომ რომ როგორმე საზოგადოებას დაავიწყონ მათი პრობლემა, სააკაშვილის პრობლემა და ხელისუფლების პრობლემა და ყურადღება გადაატანონ. ანუ ეს არის ყურადღების გადატანის პოლიტიკა, თქვენ ვთქვით, კარგით. ჩვენ აი ამ უბედურებამდე მოვიყვანეთ. ბატონო დავით, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ თუ შეიძლება და შემდეგ უკვე ბოლო კითხვას დავსვამ. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი უნდა გადადგეს სააკაშვილი. როგორ გეგმავთ, უпростоრად არ გკითხავთ, როგორ გეგმავთ, იმიტომ რომ მიპასუხებთ, რომ წინასწარ არ იტყვით, მაგრამ რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ კი იგი გამოაცხადებს კიდევ ერთხელ, რომ არავითარი არჩევნები არ იქნება. რა გზავნილს გაუგზავნიდით აი ხო ამ გადაცემიდან მიხეილ სააკაშვილს? მიხეილ სააკაშვილს აქვს შანსი იმისა, რომ გარკვეულწილად მშვიდობიანად ყოველგვარი გართულებების გარეშე დატოვოს ეს პოსტი და ამით ქედი მოიხაროს, ბოდიში მოიხადოს საკუთარი ერის წინაშე და ქვეყნის წინაშე. სხვათა შორის ნიშანდობლივი იყო, რომ იმ თავარსარდალს, რომელმაც ომი წააგო, პარლამენტში გამოსვლის დროს სურვილიც არ გაჩენია, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგო დაღუპულების, მათი ოჯახების მიმართ
და ეს გამოჩნდა მისი დამოკიდებულება საერთოდ აგვისტოს მოვლენებისადმი მე ხაზგასმით ვამბობ მოვლენებს, იმიტომ რომ მე მგონი სირცხვილი ამას ომი დაუწყოთ, სადაც ჩვენ სამარცხვინოდ დავუმარცხეთ. თუმცა იგი ძალიან აღშფოთებული საუბრობდა იმაზე, რომ არ შეიძლება ამას უწოდოთ მოვლენებიო. სააკაშვილს ეყოფა გონიერება, არ მიიყვანს სიტუაციას მაქსიმალურ დაძაბულობამდე და ისწავა, მაგრამ ამავე დროს მე მინდა უთხრა ყველას, უთხრა მის გარემოცვას, უთხრა ყველა იმ სახელმწიფო ჩინოვნიკს, სამხედრო მოსამსახურეს თუ პოლიციელს, რომ სააკაშვილის დღეები ხალხო არის დათვლილი. და მე მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ გაცვლით თქვენს ქვეყანას, თქვენს ოჯახებს, თქვენს ხალხს სააკაშვილზე და მის უკანონო ხელისუფლებაზე. ჩვენი ყველას ვალია, რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. ჩვენი ყველას ვალია, მშვიდობიანად შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება და ახალი ხელისუფლების წინამძღოლობით მოვახერხოთ უახლოეს პერიოდში. დავიბრუნოთ დობა ინვესტორების, დავიბრუნოთ დობა ჩვენი მოქალაქეების, დავუბრუნოთ შეუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ის მძიმე ყოფა, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა ბოლო პერიოდში, როდესაც უამრავი ათეულათასობით ადამიანი იმ დარჩა უმუშევარი და ამ პრობლემასთან ერთად მათ თავს დაატყდათ ის პრობლემა, რომ უამრავ ადამიანს ჰქონდა კრედიტი აღებული სხვადასხვა ბანკში, სამომხმარო მე არ ვიცი ოჯახი, სადაც არ იყოს კრედიტი აღებული ან ავტომანქანაზე, ან იპოთეკური კრედიტი სახლის მშენებლობაზე, ან საყოფაცხოვრებო ნივთებზე, ელექტროენერგიის გაყიდული საქონლის მე მგონი 90% იყო განვადებით და დღეს ეს დააწვა და მარტონი დარჩენ ბანკებთან. მე ბანკებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ლევან გაჩეჩილაძემ ძალიან საინტერესო წინადადებები წამოაყენა. მე მინდა რომ განვაგრძო ეს აზრი და ვთქვა რომ 700 მილიონი დოლარი იმ 4.5 მილიარდი დოლარი დახმარებიდან, რომელიც დონორებმა გამოგვიყვეს, არის სწორედ ბანკებისთვის. მე მოუწოდებ და ვაძლევ ერთ კვირას მიხეილ სააკაშვილს, რომ აი იმ ადამიანების, ვინც შემოსავალი დაკარგა, ვისაც აღარ აქვს საშუალება თავის ესხებს მოემსახუროს. მათი ვალები გადაიწეროს სახელმწიფომ, გაუსტუმროს ბანკებს, ამით ბანკები გაჯანსაღდება, ბანკებში გაჩნდება დამატებითი ფული და ამავე დროს ამ ადამიანებს შეექმნებათ შესაძლებლობა, რომ იფიქრონ თავიანთ სამომხმარებლო და ეკონომიკურ აქტიურობას. გადავიდეს ეს სწორედ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებაში, რომელიც აღდგება, რომელიც გასტუმრებას ყოველგვარი პროცენტის გარეშე დაიწყება ინგა მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ისევ იქნებიან გადახდის უნარიანები, როცა დაიწყებენ საშემოსავლო გადასახადის გადახდას. ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა. ეს შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი. სააკაშვილი არ გააკეთებს. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ ყველა ამ ადამიანს, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, შევუმსუბუქებთ ამ პრობლემას, მოუხსნით ამ პრობლემას და დავეხმარებით იმაში, რომ მათ საკუთარი ღირსეული მომავალი უზრუნველყონ საკუთარი შემოსავლით. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ბრძანეთ, რომ ერთ კვირას ვაძლევო სააკაშვილსო და ეს ერთი კვირის შემდეგ რა იქნება, თუ კი თქვათ იგი არ წამოვა ამ წინადადებაზე. შესაბამისად ახალი წინადადებებით შევეხმიანებით იმ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა. კარგით, მე მინდა გადაგიხადოთ, მადლობა გისურვოთ წარმატებები, ალბათ არაერთხელ იქნებით კიდევ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვიდრე გახვალთ, იგივე კითხვები ხომ შეგეძლოთ რომ დაგესვათ მიხეილ სააკაშვილისთვის, თუ კი თქვენ არ იყოდით უარ სადეპუტატო მანდატებზე, იქნებოდით იმ პარლამენტში და აი ასე ტრიბუნაზე, როდესაც პრეზიდენტი იჯდებოდა, პირადად თქვენ, ლევან ბერძენიშვილი, დავით უსუფაშვილი, ზვია ძიძიგური და სხვები გამოხვიდოდით და მას ეთყოდით პირში იმ ყველაფერს, რაც ასე გაწუხებთ. ინგა გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში ის არ მოვიდარდარჩებოდა დებატებზე. ერთხელ ფოტოშორის ტელევიზიით ხმაურდებოდა, რომ ეს იყო პირველად პარლამენტის ისტორიაში. თქვენ აჩვენეთ დღეს კადრები, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ გაიმართა იქ დებატები, როდესაც მე გამოვედი და მან ამას გაჩმახება უწოდა, იმის შემდეგ წერტილი დაესვა ასეთ ფორმას და ეს აღდგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ არ არის ახალი მემარჯვენეების ფრაქცია, არ არიან რესპუბლიკელები, არ არიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც პრობლემებს უქმნიდნენ მიხეილ სააკაშვილის. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, კარგად გრძანდებოდეთ. ეს იყო დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი. მე ვთვლი, რომ მან გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება. დავით გამყრელიძისგან მე პირადად პირველად მოვისმინე ასეთი პოლიტიკური განცხადება. იგი ამბობს, რომ თუ კი დაინიშნება ახალი ვადამდელი უпростоრეთ საპრეზიდენტო არჩევნები, იგი უარს იტყვის მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში და თავისი მხრიდან დასახელებული იქნება კანდიდატურად ირაკლი ალასანია. ნახოთ ალბათ ამ განცხადებას მოყვება რეაქცია ქართული პოლიტიკური სპექტრისა, როგორ განვითარდება მოვლენები ქართულ პოლიტიკაში, ამას ერთად ნახავთ. პოლიტიკაში, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში მოიცვა თითქმის ყველა სფერო, მათ შორის შოუ ბიზნესიც, ამ დღეებში მერაბ სეფაშვილმა ამ პოლიტიკური ემოციებით ახალი თეთრი რაში შექმნა, რა აწუხებს და რამ დააწერინა ეს სიმღერა. მერაბ სტუდიაში რამდენიმე წუთში შეხვდებით, მანამდე კი ახალი თეთრი რაში ექსკლუზიურად პოლიტიკურ კვირაში.
შენს დაძარში ლოცვაცაში ისევ მიქრეს თეთრი რაში ისევ მღერის სადღაც გედი ამაღად რად გახშირდა ღალატი და გაგვიმრუდა სამართალი ზარებს რეკავს თავს გვახსენებს მარაბდა ხების ნაცვლად აუგის თქმა რა დანიჭებს კაცსიამეს და სიკეთე რატომ ადარდიანებს აი შეხავაზის ვარში იცრემლება ღვინოთაში გულის ტყივად გული ადამიანებს გოლგოთას გზა არის მძიმე ეშმასული რად მივყიდეთ რად დავკარგეთ მიდევების უნარი ზოგს სამშობლო აღარ უნდა ეს ცხოვრებაც იქცაურვად რა ვქნათ რაშიც თუ დაიდგავს უნარი ზოგს სამშობლო აღარ უნდა ეს ცხოვრებაც იქცაურვად რა ვქნათ რაშიც თუ დაიდგავს უნარი რა ვქნათ რაშიც თუ დაიდგავს უნარი მხოლოდ ერთი მხოლოდ რწმენა სიყვარულით კაცის ძლევა ვერ მივყიდე შული ჩემი ავგაროს კვლავ შენდობა შენ გამველი და მილოცე ჩემი ერი თორემ შეგვშლის ეს შეშლილი სამყარო იბერიის წმინდა ცაზე შენ ხინწვის სისფრეს გათხადეთ რა დავკარგეთ სიყვარულის უნარი ისევ მიქრის თაშირაში ზეღრუბლებში სხივებს გაშლის თეთრი რაში არ დაიდგას უნაგი გაიხარებს ვაზის ვარში გაფრინდება ღვინოთაში წმინდა სანთლებს შენთვის ვანთებ გელაფერად შენზე ფიქრით რავდა დაღლილს ვერ მომკვეთეთ ზუსტად სკლავი ჩემი ხატი საქართველოს შენახარ ისევ მიქრის თეთრი რაში ისევ მღერის თეთრი გედი შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ საქართველოს შენახარ ისევ მიქრის თეთრი რაში ისევ მღერის თეთრი გედი შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა სერაფიტა მაშასე მერაბ სეფაშვილის სათქმელი მე მას სტუდიაში ვიწევ და გადაუხდი დიდ მადლობას მობრძანებისთვის.
მერაბ დიდი მადლობა რომ მიღებ მონაწილეობას გადაცემაში და ასევე დიდი მადლობა რომ მოგვეცი საშუალება გვესაუბრა აი თუნდაც ამ ახალ თეთრ რაშზე რატომ ახალი თეთრი რაში რამ გაგაკეთებინა ეს ახალი სიმღერა მოდი ასე დავსვავ ამ კითხვას რა აწუხებს მერაბ სეფაშვილს რა არის ის ემოცია პოლიტიკა და თეთრი რაში ასეთი შესავალი მქონდა მე პირველ რიგში დიდი მადლობა ინგა რომ დღეს მაქვს საშუალება თქვენთან სტუმრობის ერთს ვიტყვი უბრალოდ იმიტომ რომ არ შემიძლია არ თქვა აქ იყო გაკეთებული ესეთი განცხადება რომ ეს არის მე არ დამიწერია ეს სიმღერა ეს კვლავ იმ ავტორის არის ბატონი ჯუმბერ ჯანდიერის არა ჩვენ არ გვითქვამს რომ მერაბმა დაწერა მერაბმა შექმნა ახალი თეთრი რაში და მერაბმა დაწერა ამ შორის არის სხვა ეს არ მოხდა რა გუშინ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გროვდება ჩვენში და ბატონმა ჯუმბერმა მისი ლექსის გახლავთ ეს და მუსიკაც ისევ მიქრის თეთრი რაში ესეთი რამ ასე დავარქვით უბრალოდ ამ სიმღერას და მე ვფიქრობ ის რეალობაა დღეს რაც ხდება სამწუხაროდ რა რეალობა მერაბ თუ შეგიძლია მითხრა როდესაც დღეს მერაბ სეფაშვილი საჭირო თulis თუნდაც საზოგადოებას გააცნოს აი ეს სიმღერა კიდევ ერთხელ თეთრი რაში გახადოს თემა რა რეალობიდან გამომდინარე იმ რას გულისხმობდი შენ როდესაც აი თქვა ამ სიმღერაზე დაიწყე მუშაობა მე როდესაც მოვისმინე ჩავთვალე რომ აქ იყო რაღაც პოლიტიკური რეალობა ვაზის გაჩეხვაზე მინიშნება სამშობლო გვიყვარს თუ არ გვიყვარს ორად გახლეჩილი საზოგადოება და ასე შემდეგ მე დავინახე ამაში პოლიტიკური თემატიკა შენ რას მიუძღვენ მე ვფიქრობ ასე არის აქ რეალურად ესეა იმიტომ რომ ამის არ დანახვა არ შეიძლება ფაქტურად ყველაფერი სიტყვა ყველა ნებისმიერი სიტყვა არის დღევანდელი რეალობა სამწუხაროდ იმიტომ რომ მე ვთვლი რომ აი მე რომ არ მომცემოდა საშუალება ინტერვიუსი ასავალ-დასავალთან აი ხო მადლობა მინდა მათ უთხრა ერთი წელი საერთოდ ხმა არ მომიღია და რაღაცა ისე გაგზელდა ჩემი ცხოვრება თითქოს რაღაცა ხმას ვერ ვიღებდი იცი რა იმიტომ რომ რაღაცა კლემოები კერეს ხო იცი როგორც არის არიქა იქ დაუჭირა მხარი აქ დავიტრო მე ვერ გავიგე საერთოდ აი კადრები გადი შესაძლებელია ამის გამო მერაბ იმიტომ რომ როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა ეს კლიპი როგორ მღეროდა მერაბ სეფაშვილი ჩემი გმირი გიწოდეო ეს იყო ძალიან რთული პერიოდი პოლიტიკურად და შესაძლებელია ამის გამო მე გეტყვით საერთოდ ის პერიოდზე შეუძლებელი იყო მე მივსულიყავი ერთ მიტინგზე და შემდეგ უსმად აღმოჩნდი სხვა განსხვავებული თქვათ მხარეს ხო ეხლა მე არ ვთვლი ჯერ ეგრეთ მე არ მინდა გავყო დღესაც არ მინდა გავყო რაღაც მხარეება და სამწუხაროდ მიდის რაღაცა შეგნებულად აი ამის გაკეთება დღეს საქართველოში რომ ერთი მხარე იქით არის მეორე მხარე აქეთ არის გასაგებია მე ხშირად მithქვავს და ეხლა კიდევ გავიმეორებ არ შეიძლება ეხლა მე ყოფილიყავი კმაყოფილი და მივსულიყავი მიტინგით იმიტომ რომ უამრავი შეცდომები დაუშვა ამ ხელისუფლებამ რეალურად რა და იქ აღმოჩნდი აი ამის გამო მე მიტინგზე ზუსტად მაგრამ მე არ მithქვავს იქ რომ მე მივედი რომელიმე კონკრეტულ შეგვიძლია ეს კადრები ამოვიღოთ კონკრეტულ ესე იგი პარტიასთან კი მაგრამ მე მივედი ჩემ ხალხს სააკაშვილი ფელი პულოვერით ეს უკვე იყო თავისთავად მიზეზი კი რა თქმა უნდა ბუნებრივია და მე გაგცემთ ამაზე პასუხი შევეცდები ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა რაღაც თავის მართლებას ავიდგინო არა მე თავის სამართლებას არ მომიჩვევი ხარ მე მაინტერესებს რა გაგაწერინა ეს რეალობა იმიტომ რომ როდესაც მე მივედი ჩემ ხალხთან და ბუნებრივია მე ხალხთან ერთად მინდა ყოფნა იმიტომ რომ მე ამ ხალხის ნაწილი ვარ იმიტომ რომ შემდეგ ამას მიყვა მithქმა მოთქვა აი რატომ მივიდა იქ თქვათ ერთ მიტინგზე ჯერ ნახეს მე რატომ მივიდა იქ იმიტომ მივედი იქ მე აბსოლუტურად სუსტ მოთხოვნები იყო იქ იყო მოთხოვნები რაღაცა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებული ხო აი ამ თემებზე იყო რა თქმა უნდა და იმ რა თქმა უნდა მე ამის გამო არ მივედი მარტო იმიტომ რომ მივედი იქ იმიტომ რომ დავინახე ის უდანაშაულო ხალხი რომელიც სახლიდან გამოყარეს რეალურად ხო ათასობით ადამიანი აპროტესტებდა იმ რა თქმა უნდა ეხა ამის მოწონება ამის რაღაცა იგივე 7 ნომერი ხო როგორ შეიძლება ქართულ კაცს მოეწონოს ეს დატერორებულ ბიზნეს და ასე შემდეგ. ერთ მნიშვნელოვნად ჩემი აზრით და ყველას აზრით და ბუნებრივია და მე ვფიქრობ, რომ ნახეთ კიდევაც მათაც მოიხადეს ბოდიში ამაზე და აღიარებენ ამას, მაგრამ ეხლა ეს სხვა თემაა. ლაპარაკია იმაზე, რომ შემდეგ აქ წავიდა მოწოდებები სახელმწიფო რაღაცა გადატრიალებაზე კი არა, მოდი შევიდეთ, ავიღოთ, დავამთავროთ ეს ხელისუფლება და სად მე რა? ნუ ამ მიტინგზე, იმიტომ რომ ეს ერთი დღე არ იყო, ხო, გაგრძელდა ეს მიტინგები. გაგრძელდა და მე დავინახე უცბად გამოვიდნენ იქ ის იმის აგენტია, ის რუსეთის აგენტია, ის პეტრეს ჩინეთის აგენტია. მე სიმართლე გითხრა, მართლა დავიბენ ისევე როგორც ხალხი. იმიტომ რომ მართლა ვერ გავიგე ვინ ვისი აგენტია, ვინ სად მუშაობს, ვინზე მუშაობს.
და მე აი ამ შემთხვევაში ჩემი ესეთი გადაწყვეტილება იყო როგორ იცი რომ ვამჯობინე არა ვთქვათ აი ამ ხარეს კონკრეტულად, არამედ რაღაცა სახელმწიფო პოზიცია დამეკავებინა, იმიტომ რომ მე მართლა დღესაც დაბნეული ვარ. და სხვადასხვა იმ სტატიაში დავწერე რა, მოდი თუ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ აი როგორ შეიძლება არ ვიცი მე, მაგრამ აი რაღაცა ილუსტრაციის კანონია თუ რაღაცა გაკეთდეს ამის, ჩემგან დაიწყონ კი ბატონო და გავარკვიოს მე საზოგადოებაც, იმიტომ რომ მე მაინტერესებს ამ ხალხთან ერთად, ვინ არის, ვინ რას აკეთებს, ვის რა იდეა აქვს, რა სტრატეგია აქვს, ვისთან მუშაობს, რუსთან მუშაობს, ჩინელთან მუშაობს, ამერიკელთან მუშაობს. მართლა რეალურად მაინტერესებს, იმიტომ რომ დაბნეული ვარ რა. მერაბ, სახელმწიფო პოზიციაზე დავდექიო, როდესაც ამბობ, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გაუჩნდეს ახლა კითხვა, რატომ იყო ვთქვათ სააკაშვილის პოზიცია, ნაციონალების პოზიცია, სახელმწიფო პოზიცია შენთვის. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ ჩვენ თუ შეიძლება აი ის კადრები, რომელიც წეღავ ნახეთ ეკრანზე, ეს არის კადრები, რასაც მოყვა ხო ხალხის კი არა და აი მეორე მხარის თქვათ პროტესტი და რაღაც გაკეთებული განცხადებები, რომ აი მერაბ სეფაშვილმა დაუჭირა მხარი სააკაშვილს და უმღერა რომ გაიმარჯვო ფიცოდე ჩემო ვაშკაცო. რატომ იყო ეს სახელმწიფო პოზიცია? მე ეს მინდა შენგან გავიგე. იცი რატომ იყო სახელმწიფო პოზიცია? ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ იყო ლაპარაკი რომ თქვათ აი არ მინდა დავასახელო, უბრალოდ მე ვფიქრობ ეს არაკორექტულია და ადამიანმა საერთოდ მამაკაცმა მით უმეტეს არ შეიძლება ყველაფერი ილაპარაკოს, ხო, მაგრამ ნუ უყურებდი მე ტელევიზორს, ხო, თქვენთან ერთად და ხალხთან ერთად რა. გამოდიოდნენ ის იმაზე მუშაობს, ეს ამასთან თანამშრომლობს, ის იმასთან თანამშრომლობს. ეხლა მე სად დავადგინე უბრალოდ მაინტერესებს, რომელ ორგანოსთან მივიდე და ვიკითხო, ის პეტრე სად მუშაობს, პავლე სად მუშაობს, ის ვის და თან ვიცი, როდესაც ქვეყანაში ხდება ესეთი რთული სიტუაცია და თან ვიცი, როდესაც ყავს ყველას ერთად. პოზიციასაც, ოპოზიციასაც, პეტრესაც ერთი საერთო ძალიან დიდი და ძალიან საშიში მტერი, ნუ მე ვთვლი რომ ახლა მე მართლა არ ვიცი რა, დღემდე არ ვიცი რა ხდება რა და აი იმითომ ვიძახი რა, გავაკეთოთ ეს ილუსტრაცია, ვინ სად მუშაობს, ვისთან მუშაობს, იმიტომ რომ ახლა რეალურად იმის მოწონება, რაზეც ლაპარაკობდი მე არ შეიძლება, მაგრამ არც იმის მოწონება არ შეიძლება, რომ რუსეთს აი ხა მე დაუწვე აქ და კიდე ბოდიში უხადო იმისთვის, რომ დამბომბა, დამიხოცა ხალხი და მე არ ვიცი რა. ვის დავაბრალოთ, ხო? რა თქმა უნდა, დაბრალდება ხელისუფლებას. ბუნებრივია და არც ერთ ხალხს არ არსებობს დედამიწაზე, პლანეტაზე ისეთი საზოგადოება, რომ მოეწონოს ისეთი ხელისუფლება, სანამ ხალხი არ იქნება კმაყოფილი და კარგად არ იცხოვრებს. შეუძლებელია, ინგა, შენ ხო კარგად იცი რა. ნებისმიერი თემის აგორება ძალიან ადვილია რა. მერაბ, ერთი კითხვა აქედან გამომდინარე, მეც მაინტერესებს, აი რა იქნება ხვალ, როგორ ვიცხოვრებთ ხალხთან ერთად, იმიტომ რომ მე იძახდნენ რომ იმიტომ მივიდა იქ რომ მინისტრობა უნდა, პარლამენტი უნდა, თანამდებობა უნდა. მე მგონი ყველა ანუ უბრალოდ მხარდამჭერი შეიძლება იყოს. ნათლად დაინახა მე არც მინისტრობა მინდა, არც არაფერი არ მინდა საერთოდ რა. მე იმ ხალხის ნაწილი ვარ, რომელიც ცხოვრობს საკმაოდ ცუდად და მაინტერესებს რა, როდის იქნება ამ ქვეყანაში მერაბ ისეთი ცხოვრება, რომ ყველა ვიყოთ კმაყოფილი. ნერვიულობ შენ, როდესაც თქვათ აი მსგავსი განცხადებები კეთდებოდა და შენ ამას ისმენდი და დავაბრალოთ ამ ახალი თეთრი რაში, დაუკავშიროთ ეს ახალი თეთრი რაში ამ შენს ემოციებს? უნდა დაუკავშიროთ ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ის რა, ჯერ გაკეთა ძალიან ცუდი პიარი რა, ძალიან მეწყინა ეხა მე, ნუ იმ როდესაც მე რაღაცა გარკვეულად ამ ხარეს მომაქციეს, ხო, და თქვათ გაკეთდა აი ზუსტად იმ სიმღერაზე, რომელიც მიუძღვენი მამაჩემს, რატომღაც დაიჩემეს რომ მიუძღვენი მიშას, ხო? ნუ იქ მიშა იყო, ნუ ეხა მიშა იყო და შეიძლება ობამა ყოფილიყო, ნუ ეხა ხიანიც წითელი და ასე შემდეგ, ანუ იყო ეს სააკაშვილის მხარდამჭერიო. არა, იქ იყო უამრავი ხალხი და უამრავი მომღერალი, ნუ ესე გასაგებია. მესმის აბსოლუტურად გასაგებია. შეიძლება იმიტომ რომ მერაბ სეფაშვილი ძალიან უყვარდა ყოველთვის ხალხს. შეიძლება იმიტომ რომ მერაბ სეფაშვილი ამ ადამიანებმა ნახეს ოპოზიციის მიტინგზეც და სწორედ აქედან გამომდინარე შემდეგ გაჩნდა ეს აგრესია. ნუ შემდეგ ისაც ვნახეთ რომ რეალურად რაც მოხდა ხო რეალურად, იმიტომ რომ ეს პროტესტი არ გაჩერდა რეალურად, მეც ნუ უყურებდი ხალხთან ერთად და თქვენთან ერთად ხო, მაგრამ მე შემდეგ ხალხი გაუშვეს სახლში. აი რატომ ხდება ეს ყველაფერი? მე ძალიან მაინტერესებს. ანუ შენ გინდა თქვა რომ ემიჯნები პოლიტიკას? მე ისეთ რაშია საქმე. მე არ ვარ პოლიტიკოსი და საერთოდ ვთვლი რომ ადამიანმა არ უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მან არ იცის კარგად რა. მე არ ვთვლი პოლიტიკოსებად იმ ხალხს, ვისაც რაღაც კარგია. ამას უნდა რაღაცა სწავლა, განათლება, რომ იყო პოლიტიკოსი. არა ისწავლა რაღაც ისტორიის ცოდნა და ინანე მერაბ, როდესაც შემდეგ აი ეს პიარი აგორდაო შენ ამბობ, როდესაც შემდეგ შენ ნახე ვთქვათ იგივე ის კადრები, ან ეხლა ეკრანზე რომ გადიოდა ხო არ ნანობ. არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ მე კიდევ მაქვს ეს შეკითხვა და დამრჩება ალბათ ჩემი ცხოვრების ბოლომდე რა. რა შეკითხვა? რა შეკითხვა და
მაინტერესებს ვინ, სად და რატომ და ვიზე მუშაობს, იმიტომ რომ მე ვერ გავიგე. მე გინდათ აი ეს იმართლე არის ეს, იმიტომ რომ მართლა არ მესმის რა, რას აკეთებენ, ერთმანეთში ლაპარაკობენ, შემდეგ ცალკე ლაპარაკობენ, ისე ლაპარაკობენ და მე და ამ ხალხმა რა გააკეთოს გამაგებინეთ. ყველა საზოგადოება დაბნეულია, მე ვცხოვრობ ხო ამ ქალაქში და შენს დაბნეული ხარ? ეს დაბნეული ვარ, სიმართლე გითხრა რა. მაშინ მე გაძლევ ხა საშუალება შენი გზავნილი, შენს მსმენელს თქვათ, აქედან ამ გადაცემიდან რას ეთყოდი? ვიდრე დავასრულებ ამ მე ისეთ რა არ რაღაცა ისე არ მინდა რომ რაღაცა გაღიზიანებით დავამთავრე. მე ნამდვილად ვიცით რომ ეხა ყველას ძალიან გვიჭირს, მორალურადაც ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესი მიიღო ჩემმა ქვეყანამ რა, ძალიან დიდი სტრესი. მე არ ვიცი როგორ გამოიყვანს ეს მთავრობა, გამოიყვანს სხვა მთავრობა. მე არა ვარ არასდროს გადატრიალების მომხრე ინგა. და არა ვარ აი არეულობის მომხრე, იმიტომ ეს არეულობა იწვევს ყოველთვის ძალიან დიდ რაღაცა ნგრევებს შემდეგ რა. კი ბატონო დანიშნეთ არჩევნები, აირჩიეთ ახალი ადამიანი, მოიყვანეთ სხვა, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაცა ნორმების, კანონის, არ ვიცი, ნუ ადამიანო რაღაცის ფარგლებში რა, მე არ ვიცი რა. მე ვერ დაუჭერ მხალს ვერაფერს. ძალიან დიდი ადამიანი და ბევრი ადამიანი როდის ასე ფიქრობს და მე ვფიქრობ ძალიან დიდი ნაწილი ჩემი ქვეყნისა რა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა გადაგიხადო მადლობა გადაცემაში მოსვლისთვის და მინდა გადაგიხადო მადლობა, იმიტომ რომ მოგვეცი საშუალება პირველად ახალი თეთრი რაში მოესმინა ჩვენს მსმენელს. წარმატებებს გისურვებ. მე ერთ ვფიქრობ, როდესაც ადამიანს რაღაც აქვს სათქმელი, ალბათ კარგი იქნება რომ ის არ დადუმდეს. შენ წეგან თქვი რომ ერთი წელიო მე ვდუმდი და შემდეგ ასავალ-დასავალს მივეციო ინტერვიუ. კარგი იქნება, როდესაც რაღაც პოლიტიკურია ეს თუ ისე ადამიანის ემოცია რომ შენ ამაზე გამოხვიდე ლაპარაკო, იმიტომ რომ როდესაც შენი მაყურებელი ხედავს ამა თუ იმ პოლიტიკოსის თქვა მხარდამჭერ მიტინგზე, შემდეგ მას ბუნებრივად უჩნდება ხო ეს შეკითხვა და მე ვერ წარმომიდგენია რომ მერაბ სეფაშვილი როგორ შეიძლება არ უყვარდეს მის მსმენელს, თუმცა მას ალბათ გაუჩნდებოდა ეს კითხვები, რატომ იდგა იგი აი ასე ზუსტად სააკაშვილის ანუ ახლა ეს რა ვიდექი აშკარად ვიდექი და ძალიან ბევრი ვინმე იდგა მის გვერდში და თუ მე სხვა თუჟეს მიშა ძალიან გვიან გავისანი და ჩემზე ძალიან ბევრად ადრე იცნობდნენ და თუ არ უნდათ ესეთი ადამიანი რატომ მოყავდათ საერთოდ მე არ ვიცი. წარმატებებს გისურვებ მერაბ, ძალიან დიდი მადლობა. იმედია ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ პოლიტიკაზე, იმაზე რა ხდება ქართულ პოლიტიკაში და ბოლოს და ბოლოს ეგ ვისაუბროთ რა ხდება ქართულ შოუ ბიზნესში, ცოდნა მოგვიანებით. რა ვიცი ღმერთმა ქნას რომ ასე გახდეს საქმე რომ ნახვამდის, ძალიან დიდი მადლობა. მაშასე ეს იყო მერაბ სეფაშვილი, თავისი წუხილი, თავისი ადამიანური დამოკიდებულებით იმ ყველაფერთან, რა ჩვენს ქვეყანაში ხდება. მე გემშვიდობები ზუსტად ერთი კვირი, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას იმისათვის რომ იყავით ჩვენთან ერთად, პირობას გაძლევთ ვეცდებით მომავალ კვირას საინტერესო სტუმრებით და მთავარი თემებით დავბრუნდეთ თქვენთვის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ზუსტად 20 საათზე. ნახვამდის.